ეხა მე ამ გამოცდილებით 100 წელი აღარ დავბრუნდები 15 წლის წინანდელ ეპოქაში და არ დავიწყებ C++-ის ისევ ახრიდან სწავლას, მოხდები? ვახსენე რომ payment-ების თიმში ვართ, ჩვენთვის ამნიშნულოვანია ხოლმე ეს ამ პროცესების გამართულობა, თორე შეიძლება ერთი ბანკიდან რაღაცა მეორე ბანკში გადავიდეს მილიონობით $, მოხდა რა კიდეც. ჯერ ეგეთი შენს ღირებულებას ზდის, შენს ცოდნას ზდის, ბევრ რამეს ითვისებ, რაღაცა რა, მაგრამ AWS-ი მაინც ვერ შევიყვარე. ვერა ხო? Azure ალბათ შენ. არ არის ჩემი, ანუ მეორე ვეცადე, რა არ არის ეს. გამარჯობა, ეს არის DevTherapy 32 ეპიზოდი. 2026 წლის პირველი ეპიზოდი ასევე. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის Texi. Texi არის software developer-ული კომპანია და მადლობა Texis. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის უშუალო სტუმრამდე სანამ მივალთ, მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენ გვაქვს JetBrains-ი გასათამაშებელი. ერთი JetBrains-ის ლიცენზია, ერთი იქნება შემდეგ ეპიზოდში გავათამაშებთ აუცილებლად ორ ლიცენზიას. დღევანდელ ეპიზოდში თორნიკე არ იქნება, ამიტომ მარტო ვიქნები დღევანდელი ეპიზოდის წამყვანი, რა თქმა უნდა, ჩვენს სტუმართან ერთად და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ირაკლი ბუცხრიკიძე. ირაკლი არის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ინჟინერი. და როგორ ახარ ირაკლი? გამარჯობა ავთო, კარგად თავად როგორ ხარ? მადლობა მოწვევისთვის. ძალიან კარგი. როგორ მოგწონს გარემო? ყველას ვეკითხებ ხოლმე ამას. ძალიან ნაცნობი გარემოა ჩემთვის ეს, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი ალბათ ნანახი მაქვს თქვენი ეპიზოდების და 32 ეპიზოდია ხა ხო? 32 კარგი რიცხვია, 2 ხარისხია და მე ძალიან უყვარს 2 ხარისხები რიცხვები, ჩემთვის გვალი რიცხვები არის ეგენი რაღაც 1024 და ასე შემდეგ. ესაც სასიამოვნოდ დაემთხვა მოკლედ. კი, ძალიან კარგი. მინდა ტრადიციულად დავიწყოთ იქიდან, როგორც ყველა სტუმარს ვეკითხებით ხოლმე, აი როგორ მოხვდი ზოგადად Texi და საიდან დაიწყო შენი ეს ისტორია? კი ბატონო, კარგით. ყველაფერი დაიწყო პრინციპში უნივერსიტეტიდან. 2013 წელს ჩავაბარე მათემატიკურზე. მაგ მომენტში არც კი ვიცოდი პროგრამირების არსებობის შესახებ, მაგრამ მათემატიკა კარგი დასაწყისი იყო. სკოლაში ყოველთვის მიყვარდა მათემატიკა, ყოველთვის გამომდიოდა და მათემატიკურზე ჩავაბარე ქუთაისში, აკაკი უნივერსიტეტში. და 1 წლის შემდეგ აღმოჩნდა თურმე რომ აი ეს ჩემი მათემატიკური ცოდნა, გარდა იმისა, რომ სხვებს შეიძლება გაუზიარო, ვასწავლო, სხვადასხვა მასწავლებელიც ვიყავი სკოლაში მათემატიკის. აღმოჩნდა მოკლედ რომ, რა ვიცი, აგერ ძმაო, იმდენი რაღაცა ყოფილა თურმე, შეიძლება გამოიყენო შენი ცოდნა მათემატიკური უნარები და თქვათ კომპიუტერულ მეცნიერებაში გადახვიდე. ეს ყველაფერი როგორ დაიწყო ხა, უნივერსიტეტში გვყავს ძალიან ბრწყინვალე გონების პატრონი მალხაზ ჯინჯიხაძე, რომელიც არის ასე რომ ვთქვათ ტრენერი competitive programming-ის მიმართულებით და უნივერსიტეტის ოლიმპიადები როგორიცაა ICPC, WEQA-ს თასი და რაღაცები ტარდება კიდევ. მისი მწვრთნელი იყო, მოკლედ წრე ქონდა ბატონ მალხაზს და მოვხვდი ამ წრეზე მეორე კურსზე. და აღმოჩნდა რომ თურმე რაღაც პასკალზე, პირველი ენა პასკალი იყო, შეიძლება რაღაც ოპერაციები ჩაატარო. ფაქტიურად მათემატიკური ოპერაციები და ძალიან მარტივად აუღია ალღო, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაც რიცხვებთან თამაში და ეს ყოველთვის ჩემთვის არ იყო პრობლემა, ამიტომ უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა გადაგვეტანა კოდში. და დავიწყე მაგ პროცესიდან ალგორითმები, მონაცემთა სტრუქტურები, ოლიმპიადებზე გასვლა, 2-3 გუნდი ვიყავით იმ ეტაპზე. სხვათა შორის ძალიან კაი დასაწყისია კომპიუტერული მეცნიერების კარიერისთვის ეს ოლიმპიადები, რადგან არ ვიცი გიწესრიგებს გონებას, ბევრ რაღაცას ხედავ, თავიდანვე შეიძლება შედეგს ვერ მიაღწიო და ვიღაც მეგობარს ვერ ანახო, მაგალითად რა გააკეთე, იმიტომ რომ არ ვიცი კოდია უბრალოდ, მაგრამ შემდეგ მარტივად ხო, აზროვნებაში გეხმარება და მარტივად შეიძლება გადახვიდე, არ ვიცი, web development-ში, ან AI ML მიმართულებით და ასე შემდეგ. მეც რადგან ამ ტრადიციული გზით მომიწია დაწყება, ცოტა დრო დამჭირდა რომ ასე full time software engineering-ის ასე რომ ვთქვათ ჯობი მენახა და პირველი ჩემი ასე full time დასაქმება იყო 2020 წელს, პანდემია რო დაიწყო იმის შემდეგ. მანამდე ეს 5 წელი 2015-დან 20 წლამდე ფაქტურად ვიყავი ამ სწავლების პროცესში, ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები. მე თვითონაც მონაწილეობდი ოლიმპიადებში, შემდეგ იმ წრეზე, ბატონი მალხაზის წრეზე მეც ვასწავლიდი 3 წელზე მეტი. ძირითადად იყვნენ ფიზიკა-მათემატიკური სკოლიდან მოსული ბავშვები, რომლებსაც არ ვიცი რა გითხრა, ძალიან ბრწყინვალე გონება ჰქონდათ და ეხლაც ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამისტია უკვე, ზოგი სტუდენტი და ასე შემდეგ.
და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს სწავლების პროცესი. ამის შემდეგ ზუსტად ამ კომპეტიტივ პროგრამინგის ენთუზიასტობის გამო დავიწყეთ მე და ჩემმა მეგობარმა, ორმა მეგობარმა პლატფორმის შექმნა AIAsoft G, ახლაც მუშაობს. ეს AIAsoft-ი, იმიტომ რომ AIA ხო ქუთაისის ძველი დასახელებაა, რაღაც ინსპირაცია ეს იყო მოკლედ და უბრალოდ ეს რაღაც არც კომპანია არსებობს ეგ არაფერი, მაგრამ ამ ჩვენს წრეს და პლატფორმას ვეძახით AIAsoft-ს. გავაკეთეთ არის lead code-ის მსგავსი პლატფორმა, HackerRank-ის მსგავსი, ოღონდ ამოცანები არის ქართულ ენაზე, რომლებსაც ძირითადად თარგმნით სხვა პლატფორმებიდან, შემდეგ test case-ებს უწერდით და შეგიძლიათ ნახოთ ეს პლატფორმა. ეხაც მუშაობს 2000-ზე მეტი user-ი ყავს, ძირითადად ქართველები, იმიტომ რომ ქართულ ენაზეა. ინსპირაცია ის იყო, რომ არ ვიცი, მე 19 კლასელს დიდად არ ევალება ხოლმე, რომ ძალიან კარგად გაიგოს ინგლისური პირობა, თქვა, ხო? ან სხვა ენაზეც არის პლატფორმები, Codeforce იგივე, ინგლისურადაცაა და რამდენიმე სხვა ენაზე. და ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ალტერნატივა ქართული გქონოდა პირველ რიგში. მერე ის რომ ამოცანები, რომლებიც გვინდა რომ ამოვახსნევიოთ სხვებს, უბრალოდ შეგვეძლოს რომ დავწეროთ ეს ამოცანები ჩვენ თვითონ რა. და მესამე იყო რომ გამოცდილება მივიღეთ ამით, აი წარმოიდგინე end to end web პლატფორმა, რომელიც არც თუ ისე მარტივი სისტემაა, გავუშვით რაღაც Google Cloud-ზე, ვისწავლეთ ბევრი რაღაც და ეს ხდება 2019 წელს, სადღაც 19-20 წელს. და 2020 წელს უკვე წარმოიდგინე რაღაც ხო რა. ყველაფერი დაიკეტა, უნივერსიტეტში ვეღარ ვასწავლიდით, ასე შემდეგ და გადავწყვიტე მაგ დროს წამოვედი თბილისში. პირველი ჩემი სამსახური იყო Pulsar AI, რომელიც უკვე რამდენიმე წლის სტარტაპი იყო და ამერიკულ ბაზარზე ახალი გასული იყვნენ. მეც ჩემი წვლილი შევიტანე და ერთ წელში გაიყიდა პირველი exit-ი იყო, დიდი exit-ი საქართველოში. შემდეგ კიდევ ერთი წელი ვიყავი Pulsar-ში, შემდეგ Spin Career ყვა იმ კომპანიას და ეხლა მე რებრენდინგი გააკეთეს და Impel-ი ქვია და ეხლაც დიდი გუნდი ყავს, საქართველოშიც მუშაობენ, იქეთ ამერიკაში ყავთ კიდევ გუნდი. მაქვს კიდევ კონტაქტი ყველასთან, მაგრამ რაღაც 2 წელი ჯამში გამომივიდა იქ მუშაობა. ძალიან კაი იყო სტარტაპული გარემო. ბევრი რაღაცა ვისწავლე, აი ყველაფერს ნულიდან გაკეთება გიწევს ხშირად და არ გაქვს გამზადებული თულები, framework-ი, რომელზეც უბრალოდ რაღაც პატარა ფიჩერებს დაამატება, არა, მთლიანად რაღაც ერთი პლატფორმა შეიძლება მოგიწევს აკეთოს. სანამ უშუალოდ მაგ სტარტაპულ გარემოზე და იმაზე გადავალ, იცი რა მინდა და მეკითხა, აი რადგან ამ ოლიმპიადებზე და იმაზე ვსაუბრობდით Codeforce-ის ამოცანებზე. მე მაგალითად უნივერსიტეტში, როდესაც ვსწავლობდი, ჩემს ირგვლივ lead code-ის ამოცანებს იმ პერიოდში წერდნენ უმეტესობა ისეთი ტიპები, რომლებიც მათემატიკაში ძალიან მაგრად იყვნენ რა. როგორ ფიქრობ იმ ადამიანებს, რომელსაც მათემატიკის ცოდნა აქვთ, უფრო მეტი უპირატესობა ხომ არ აქვთ, იმიტომ რომ აქედან მე ის მოდის ხოლმე, რომ აი ვიღაც ტიპები, ვინც თქვა ცოტა გვიან იწყებენ პროგრამირებას, იმაშვებიან რა ქვია, რომ აი მაგალითად რამდენად დამხევს უკან ის რომ მათემატიკა არ ვიცი. აი მაგაზე რას ფიქრობ შენი აზრი? ხომ არ გონია რომ მათემატიკამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ღია და შენზეც ასე ვთქვათ. კარგი, გაგცემ პასუხს მაგ კითხვაზე, რა ვფიქრობ მათემატიკასა და კომპიუტერული მეცნიერების ურთიერთქმედების შესახებ. არ არის ხოლმე პოპულარული აზრი, რომ მათემატიკა აუცილებელია კომპიუტერული მეცნიერებისთვის და პროგრამირებისთვის. შეიძლება დავეთანხმო კიდეც მაგას, რომ არ არის აუცილებელი, მაგრამ არასდროსაა მათემატიკა ნაკლები და ზედმეტი. რაც მეტი მათემატიკა იცი, რაც მეტ დარგში ხარ გარკვეული, ძალიან მარტივად უყურებ სხვადასხვა პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერების პრობლემებს, იმიტომ რომ ფაქტიურად სალაპარაკო ენაა მათემატიკა ყველა მეცნიერების და არ არის კომპიუტერული მეცნიერება გამონაკლისი. ეყრდნობა მათემატიკურ წესებს და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ყველგან, სწორი ბალანსია საჭირო. თავიდან ვახსენე, რომ 3 ვიყავით გუნდში პროგრამირების ოლიმპიადაზე. ეს მე რატომაც მოვხვდი ამ გუნდში ის იყო, რომ კარგი ბალანსია ხოლმე საჭირო, ერთი მაინც უნდა იყოს მიიჩნევა ხოლმე, რომ მათემატიკურად კარგად მოაზროვნე. იმიტომ რომ ძალიან რთული გეომეტრიული, ალგებრული და ასე შემდეგ რიცხვთა თეორიიდან ამოცანები მოდის, რომელსაც არა მხოლოდ რეალიზაცია ჭირდება რომელიმე პროგრამირების ენაზე, არამედ გააზრება. მე ყოველთვის ვიყავი ხოლმე რომ მათემატიკური ამოცანა თუ სადმე იყო, აი ფურცელს გადმოდემდე ჩემთან და მე ჩემზე იყო, ხან ხსნიდი, ხან ვერ ხსნიდი, მაგრამ ყველაზე მეტად მე შემეძლო გამეგო.
მეორე უნდა იყოს ხოლმე კარგი იმპლემენტატორი, არ ვიცი ქართულად როგორ ვთქვათ, აი რომ იმპლემენტაციას კი ბატონო, მე რომ ვეტყვი რომ აი ეს მინდა დავწერო, უნდა შეარჩიოს სწორი მონაცემთა სტრუქტურა, სწრაფად დაწეროს, იმიტომ რომ დრო შეზღუდული გვაქვს იქ. და ნუ მესამე მიიჩნევა ხოლმე რომ უნდა იყოს ტესტ კეისების კარგი მომფიქრებელი, რომ თუ რომელიმე ტესტზე გვეჭრება, რომ აი ნახოთ, გავიგოთ რა ნაკლი აქვს ჩვენს კოდს. და მან როგორ არის გამარჯვებული ვინ არის, ვინც ყველა ტესტ კეისს ამოხსნის თუ ვინც საფათ ამოხსნის თუ რამდენიმე კრიტერიუმი აქვს, გააჩნია წესს, არის ოლიმპიადები, რომელზეც ამოცანების რაოდენობაზეა დამოკიდებული და ყველა ამოცანას თავის სირთულე აქვს. არის ოლიმპიადები, ძირითადად სკოლის მოსწავლეების ოლიმპიადები, ქულები აქვს თითო ამოცანას. შეიძლება იყოს 100 ქულიანი, 300 ქულიანი, 500 ქულიანი ამოცანები და ეს ქულები გაკლდება პენალტის მიხედვით. ნუ პენალტს ეძახიან ხოლმე, რომ აი მაგალითად მეხუთე ცდელობაზე გავუშვი სწორად და 4-ჯერ ჩამეჭრა, თქვათ. და ასე შემდეგ. ანუ რამდენიმე სისტემა არსებობს. ძირითადად უნივერსიტეტის ოლიმპიადებზე არის ხოლმე რაოდენობაზე დამოკიდებული, 12-13 ამოცანაა და ვინც უფრო მეტს ამოხსნის ის არის გამარჯვებული, მაგრამ თუ რამდენიმე გუნდს ექნა იგივე რაოდენობა ამოცანების და მე მეორე კრიტერიუმია, რომ რაც შეიძლება ნაკლები პენალტი გქონდეს და ნუ პენალტი წეგან რაც ვახსენე იგივეა. კი. იცი რა მინდა კითხო, აი ნუ იდეაში მეც ეგერა მაქვს გავლილი რა, ეს სპრეი აი და ასე შემდეგ რა, ხო და მაშინ როგორი იყო შენი სწავლების ის გზა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ბავშვები სწავლობენ AI-სთან ერთად. კი, ხო. შენი ის როგორი იყო? ის წიგნი რო არის ალგორითმის ფოტოშოპის აქ გვაქვს აი ის წიგნი. ტომას კორმენის, ხო, ძალიან დიდი წიგნი. ხო, ალბათ. კი. მე ძალიან მყავს კითხვა, ანუ უფრო მეტად გებულობ ინფორმაციას კითხვით, იმიტომ რომ აი ერთ ფურცელზე რაღაც რო წერია, მარტივად შემეძლია თვალით რაღაცები გამოვტოვო და იმ კონკრეტულ ადგილზე გადავიდე, რაც მაინტერესებს. ნუ არის ხალხი, რომელსაც მოწონს YouTube ტუტორიალების ყურება, ხო? მაგრამ ვიდეოში უფრო მეტად ვერ ხვდები რა გამო. ვიდეო ტუტორიალი გასწავლის how to რაღაცა, მაგრამ სრულ-სრულად არ განახებს. კი. ხო, არის რაღაცები, რაც შემდეგში ესე Udemy-ის კურსებიდან მაქვს ნასწავლი, Coursera-ს ცნობილი კურსი AI-ის და ML-ის შესახებ Andrew Ng-ის ეგ მომწონდა, როცა ვუყურებდი, მაგრამ რაც შეეხება ალგორითმებს და ასე შემდეგ ცოტა ფუნდამენტალებს, უფრო მეტად კითხვა მიყვარს მე პირადად, აი იგივე ტომას კორმენის წიგნი, ძალიან დიდი წიგნია სხვათა შორის. ელექტრონულად ძალიან რთული წასაკითხი. კი, ძალიან აკადემიური ენით წერია ყველაფერი. აი ალგორითმის დამტკიცება წერია მათემატიკურად, ხო? და ძალიან რთულია გაეგება თუ რამე კონკრეტული ფუნდამენტები არ გაქვს უკვე მათემატიკური, აი რაღაც ინდუქციის მეთოდით შეიძლება დაგიმტკიცოს, არ ვიცი, რაღაცა კოდი, რომ მუშაობს სწორად. ხო, ამიტომ წინარე ცოდნა გჭირდება, ეგეთი წიგნები რო წაიკითხო, მაგრამ არის რამდენიმე სხვა ცოტა მარტივი წიგნებიც. ერთი იყო თუ სწორად მახსოვს. აი აბა ის ნახე cracking the coding interview. ეგეც კარგია მწვანე, ხო? ეგეც კარგია. ერთი არის კიდევ კონკრეტულად competitive programming-ზე, competitive programming's handbook. და არის 80 თუ 100 გვერდიანია და ძალიან კარგად არის გაშლილი მარტივად რა უნდა მივაქციოთ კონკრეტულად ოლიმპიადებზე ყურადღება. როგორ უნდა დავიწყოთ ახალი ამოცანიდან successful გაშვებამდე, ასე რომ ვთქვათ. ძალიან კარგი წიგნია, შემდეგ შეგვიძლია დავძებნოთ და დავუშვათ. კი, აუცილებლად ამას ამოვანათებ. კი ბატონო, არის ასევე ერთი რუსულენოვანი რესურსია emacs.ru, მაგრამ ინგლისური ვარიანტიც არსებობს. C algorithms რაღაც.com არ მახსოვს, ეგეც შეგვიძლია დავძებნოთ. ძალიან კაია. და თემებად შლი, ხო? ანუ ერთი კონკრეტულ თემას იღებ რაღაცა ტრიებს, გრაფებს, კონკრეტულ ალგორითმს და იმის მიხედვით ამოცანებს ხსნით, თუ როგორ არის ოქროს წესი თუ რა თქვია მაგას, რომ გაარჩიოს არ მწოდნე ალგორითმები და ამოცანებს თქვა. კი, თავიდან ძირითადად იწყება ერთ-ერთი პროგრამირების ენა მაინც კარგად უნდა იცოდეთ. და როგორც მე დავიწყე, ანუ ალგორითმებიც მაგ ეტაპზე ვისწავლე და კოდის წერაც და ძირითადად ჩვენთან ვინც მოდიოდნენ მოსწავლეები, ნუ კოდის წერა არ იცოდნენ, ხო, ბუნებრივია. ანუ ფაქტიურად პირველი 1-2 წელი ასწავლი თან კოდის წერას, ელემენტარული მონაცემთა სტრუქტურებს, რა არის მასივი, ხო, როგორ შეგიძლია რაღაც რიცხვის თითოეული ბიტი გაიგო, რაღაც ბიტმასკები, ვექტორი რა არის, შემდეგ თუ C++-ზე წერ და ძირითადად მიიჩნევა ესე C++-ი ყველაზე იდეალურ ენად competitive programming-ში. იმიტომ რომ ბევრ საშუალებას გაძლევს, უფრო low level-ა
განსხვავებით Python-ისგან. მაგრამ აი გამეში შეზღუდავთ. აი ხა მე მაგალითად პირობითად მე ზოგადად როგორც ინჟინერი მაქვს ბევრწლიანი გამოცდილება უკვე, მაგრამ competitive programming-ი და ზოგადად აი ეს ალგორითმები და მონაცემთა ფაქტორები დღემდე არის ჩემი სისუსტე რა. ეხლა მე ამ გამოცდილებით 100 წელი აღარ დავბრუნდები 15 წლის წინანდელ ეპოქაში და არ დავიწყებ C++-ის ისევ ახალგან სწავლას, მოხდები? მირჩევნია რომ C#-ზე ისევ გავაგრძელო, რაც ჩემი ესე ვთქვათ ორგანიზმშია უკვე რა მე მგონი. ხო და მაგაზე რას ვფიქრობ? ანუ რამის დავაკლდები, რომ C#-ით ვიხმოვანელო და რაღაც coding, რაღაც challenge-ები ვაკეთო პირობითად, ანუ იმიტომ რომ აი მაგალითად რაღაც ერთადერთი მიზეზი რატომაც მე ახლა დავდგები და სიღრმისეულად დავიწყებ ალგორითმების და მონაცემთა სტრუქტურების გარჩევას არის ისო თუ მინდა Microsoft-ში წასვლა. სხვა არანაირი მიზეზი არ მესახება მაგალითად რა და რაღაცა რა შეგიძლია მითხრა. ხო, პირველ რიგში ამ პროგრამირების ენებსაც შეეხება და ალგორითმებს რომელ პროგრამირების ენაზე უკეთესად ისწავლი, ცალსახად პასუხია ამან რომ C++-ი უკეთესია, რადგან უფრო მეტად low level ენაა. და როგორც ვთქვი მაგალითად ძალიან კარგი კონტროლი გაქვს ბიტების ლეველზე, ცვლადებში, ასევე გაქვს პოინტერები, აი ვთქვათ გინდა ააგო binary search tree. შეგიძლია იგივე გააკეთო რა თქმა უნდა C#-ზეც, Python-ზეც და ნებისმიერ სხვა ენაზე. Java-ც სხვადასხვა ძალიან პოპულარულია, C++-ის შემდეგ პირველია. იმას ვამბობ რომ თუ გინდა low level იმპლემენტაცია უკვე არსებული მონაცემთა სტრუქტურების C++-ი გაძლევს მაგის უფრო მეტად მოქნილობას ეს ყველაფერი გააკეთო და კარგად დაინახო ყველაფერი. თუ უკვე საქმე იმაზე მიდგება რომ შენ გინდა გამოიყენო ეს ყველაფერი და არა შექმნა და უბრალოდ ივარჯიშო და იცოდე სულიერად როგორ მუშაობს ვექტორი ან რაღაც linked list-ი. მაშინ არ არის პრობლემა სხვა პროგრამირების ენასაც გამოიყენენ. არის მეორე საკითხი სისწრაფე. C++-ი ძალიან სწრაფი ენაა. ყოფილა შემთხვევები, აი თითოეულ ამოცანას აქვს time შეზღუდვა, დროის შეზღუდვა. რაც შეიძლება იყოს, რომ 2 წამში უნდა გატარდეს ყველა test case-ი. არც ერთ test case 2 წამზე მეტი არ დაჭირდეს. მქონია შემთხვევა, როცა Python-ზე დავწერე და C++-ზეც, Python-ზე იჭრება დროში. მეტი ჭირდება 2 წამზე, მაგრამ C++-ზე გადის, ანუ უფრო სწრაფია. ხო, არის ეგ. თუ როცა საქმე მიდგება სპორტულ შეჯიბრზე, როგორც competitive programming-ზე, მაგდროს ცალსახად C++-ი იმარჯვებს. მაგრამ შენ თუ გინდა უბრალოდ რაღაცეები გამოიყენო, მე შენ მონაცემთა სტრუქტურებზე დააფუძნო კონკრეტული software ან რაღაცას შემდეგ, მან დიდად მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომელიმე პროგრამირების ენა იცოდე. შვენიერი. ანუ შენი ამ გამოცდილებით, როდესაც ვთქვათ ეს IT-ვისე უკვე ასწავლიდი, მე უკვე გადაწყვეტე რომ Big Tech-ში გადასული. კი ბატონო, ხო. აი ეგ როგორ მოხდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვის, აი ყოფილი Amazon-ის თანამშრომელი იყავი და აი როგორ მოხდი და აი ეს პროცესები რო გავშალოთ თუ შეგვიძლია. კი ბატონო, აი ჩემი კარიერის შესახებ როცა ვყვებოდი წაღან გავჩერდი პირველ სამსახურზე, Pulsar-ის შემდეგ წავედი Data Art-ში, outsourcing კომპანია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქართველოში. მან მინდოდა უფრო მეტად ცოტა სხვა საკითხები დამეძლია მე რაც მჭირდებოდა, მაგალითად ინგლისურ ენოვან ხალხთან კომუნიკაცია მაკლდა. და ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო, რატომაც გადავედა Data-ში, იქ უკვე ამერიკელებთან მქონდა უშუალოდ შეხვედრა ყოველდღიური, რაღაც ყოველდღიური შეხვედრები, ასე შემდეგ, მან ეს ყველაფერი დავძლიე. და პარალელურად ყოველთვის background-ში მქონდა რომ დიდ კომპანიაში, ან Amazon-ში, Google-ში და ასე შემდეგ დამეწყო მუშაობა. ამისთვის ერთადერთი რამ რაც ზურგს მიმაგრებდა იყო ეს ალგორითმები და პროცესი ძირითადად 80% ეგაა. ერთადერთი რა ეგაა ძირითადად. თავარი იყო მე მათ რადარებზე აღმოჩენილი ყავი და რაღაც დამეწყო პროცესი. აი ეგ როგორ ხდება? ან როგორ ხდება იმათ რადარებზე თბილისიდან? ხო, ეგ ძალიან რთული პროცესია ხოლმე. თავში ოლიმპიადები ვახსენე, ძირითადად ისინიც უყურებენ და ნადირობენ კარგ ტვინებზე და ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ხოლმე რომ აბა მოდი შევხედოთ ოლიმპიადებზე ვინ გადის პირველ ადგილზე და მეორე ადგილზე და ასე შემდეგ. ეხა პირველ ადგილზე არასდროს არ გავსულ ვარ, მაგრამ რაღაც ოლიმპიადებში მონაწილეობას ვიღებდი და იქ უკვე ადამიანებს იცნობ ისეთებს, ვინც შეიძლება დაგაკვალიანოს მაგ საკითხში, მინიმუმ ეს ტოპ ხალხი მიდიან მე ამ დიდ კომპანიებში და შეუძლიათ გაიგეთონ რეფერარი ვთქვათ, რომ აი მე აქ ვარ და აი ვიცნობ ავთოს, რომელიც წყნარ პროგრამისტია და აი გირჩევთ ავთოს. მე რეკრუტერი დაეკავშირება და ასე შემდეგ. რამდენიმე გზა არსებობს. Google-ს მაგალითად ქონდა თავისი შიდა ოლიმპიადები, შეჯიბრებები,
Google Code Gem-ი, Google Kickstarter და Hashcode-ი კიდევ რაღაც თებერვალში. ჩვენ ყავდა ერთი ყოფილი Google-ის ის უფრო მოქმედი Google-ის ბექამ მოდებაძე აქ იყო ჩამოსული და ბექამ გითხრა ეგეთი რაღაცა რომ მის შემთხვევაში მაგალითად უნივერსიტეტში პირდაპირ მივიდნენ იქ და საშუალოდ Google-ი როგორც ჩანს იძლევა. კი, სხვადასხვა 2 წლის წინ გააუქმა ეგ ოლიმპიადები ყველაში და შეჯიბრებები, იმიტომ რომ თქვენს ოფიციალურად რომ ჩვენ რაც გვინდოდა ის შეასრულა უკვე ამანო და დააკენსელა, იმიტომ რომ ალბათ უჯდებოდათ რაღაც გარკვეული თანხა ამ ყველაფრის მენეჯმენტი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აი ყოველწლიურად ძალიან ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ონლაინ ტარდებოდა, მე რაღაც ფინალები იქ მიდიოდი და იქ ტარდებოდა. მაგაშიც ვიღებდი ხოლმე მონაწილეობას და მანდ მე ავსებდი მაგალითად რომ თანახმოვარ ამ საქმე პოტენციურ ვაკანსიაზე დამიკავშირდნენ და ასე შემდეგ. Google-ი მაქედან გამოვიდა ჩემზე. ან Google-შიც მქონდა გასაუბრებელი. Google-შიც მქონდა, ანუ Amazon-ის პარალელურად, როცა Amazon-ს offers და დაუნთახდი, Google-შიც მქონდა offeri ვარშავის ოფისში, მაგრამ იმ ეტაპზე Amazon-ი ვარჩიე და ახლა Amazon-ის რადარებზე როგორ აღმოჩნდი. Lead code-ზე ტარდება ყოველკვირეული და ყოველ bi-weekly კონტესტები, შეჯიბრებები და მანდაც ვიღებდი ხოლმე მონაწილეობას. პირველ რიგში რომ ვარჯიშობდი რაღაც ამოცანების ამოხსნაში და მეორე რიგში ზოგიერთი კონტესტი შეჯიბრება არის ხოლმე დასპონსორებული რავი კონკრეტული კომპანიის და იქაც იგივენაირად ავსებ რომ აი მე თანახმოვარ რომ დამიკავშირდნენ. და იქ იყო Amazon Business-ი იყო სპონსორი ერთ-ერთი კონტესტის, 3 ამოცანა იყო. პირველ ადგილზე არ გავსულარ, მაგრამ რაღაც 20 ეულს შევედით თუ რაღაც 3-ვე ამოვხსენი და რავი ერთი კვირაში LinkedIn-ზე დამიკავშირდა რეკრუიტერი. ვა. ეგ იყო პირველი. იმ ეტაპზე, მაშინ 2022 წელი იყო, მე მგონი. ანუ მაგ სანამ გააგზავნოთ მაგ თემატიკას აქტიურად, ანუ მე მესმის რომ გააზრებული გქონდა, მაგრამ ფორმაში იყავი მაინც, ანუ იყო რაღაცები, რაც მაკლდა. ანუ ხო გავიწყდება, ეგ ხო არ არის ისეთი development-ის მსგავსი რა. კი, გავიწყდება. მაგიტო გავდიოდი ამ კონტესტებზე. პირველი მიზანი ეგ იყო, რომ ფორმაში ყოფილიყო. სპორტი არა ჩათვალე, თუ მოდუნდი და ტონუსში არ ხარ. რაღაცები იცი, მაგრამ უფრო მეტი დიდი დრო გინდა. ძირითადად ყველაზე მაგრები არიან ხოლმე სკოლის მოსწავლეები, იმიტომ რომ დიდად ბევრი საქმე არ აქვს ხოლმე და ჩაუჯდები ხო, დრო აქვს რა. შენ რომ full time job-ი გაქვს, ახლა დიდად არ გცალია მაგ ყველაფრისთვის. მაგრამ თუ გააზრებულად გაქვს გაგებული ძირითადი კომპონენტები, მე მარტივია ხოლმე რაღაც ფორმაში დარჩენა და ეხაც რავი ხშირად ვხსნი ხოლმე ამოცანებს. იგივე IASoft-ზე მე თვითონ ვდებ ამოცანებს და ამოცანა რომ დადო, შენ უნდა ამოხსნა პირველ რიგში, ხო? ხო. ის რო გავაგზავნე ახლა ის lead code-ის შემდეგ დამიკავშირდა Amazon-ის რეკრუიტერი და ჩამინიშნას რაღაც ინტერვიუები და ასე შემდეგ. ანუ პირველ ინტერვიუებზე დაფეილდი, ვერ მივიღე ოფერი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ყოფილა გამოსული. ინტერვიუების ეს ეტაპები როგორი, ანუ რეკრუიტერი გირეკავს არის პირველი. კეთვი მაგასაც, პირველი არის რეკრუიტერთან დარეკვა და კავშირება. მე რეკრუიტერი რაღაც კონკრეტ ტელეფონზე ეს. ტელეფონზე შეიძლება LinkedIn-ზე იყოს, შეიძლება მეილზე იყოს, არ აქვს დიდად მნიშვნელობა, მაგრამ ტელეფონზეც ხშირია ხოლმე რაღაც კონკრეტულ stage-ზე დაკავშირება. და მე თურმე აღმოჩნდა რომ ეს ალგორითმები კი ვიცი კარგად, მაგრამ ეს დიდი კომპანიები კიდევ რაღაცებს აქცევენ ყურადღებას. მაგალითად Amazon-ს აქვს 16 leadership პრინციპი. შენ ტექნიკური გასაუბრების გარდა გისვამს ამ soft skill-ებზე გარკვეულ კითხვებს და შენ შეიძლება ძალიან მაგარი პასუხი გაცე, რაღაც 90% რომ მოეწონოს, მაგრამ შენ თუ არ ჯდები იმ 16 leadership პრინციპში შენი პასუხები, ჩათვალე რომ ვერ გაიარე ეს გასაუბრება. და ეგ შეცდომა დავუშვი, რომ Amazon-ის ეგ ნაწილი არ ვიცოდი კარგად. და შემდეგ გავასალაშინე ეს ჩემი შეცდომები, აღმოაჩინე რომ თურმე ეს შენ ამოცანა კი ამოხსენი მაგრამ აი რაღაცები გინდა კიდევ და ეგ ყველაფერს მოვიძიე და 1 წლის მერე კიდევ იგივე რეკრუიტერს მე თვითონ მივწერე. ანუ პირველ ეტაპზე Amazon-ზე დაფეილდი. ხო, 2022-ში, მაგ ეტაპზე კიდევ რაღაცები მაკლდა და ეგეთ შევივსე. და მეორეზე პარალელურად მქონდა 3 კომპანიასთან გასაუბრება, Uber-თან. Uber-ს ფოთაშორის არ განიხილება ხოლმე big tech-ად, მაგრამ ძალიან მაგარი კომპანია, მაგარი ინჟინერული კულტურა აქვს, ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ანუ შენი მიზანი იყო რომ big tech-ის კომპანიაში მოხვედრილიყო, ეგ გინდოდა. კი, და მაისის თვე იყო, თუ სწორად მახსოვს, კი მაისი იყო Google-ში, Amazon-ში და Uber-ში პარალელურად მქონდა რაღაც ყოველ მეორე დღეს გასაუბრებები მქონდა. ჩემი მეგობრები რომ დამირეკავდნენ ხოლმე რაშვები, რავი, გასაუბრება ვაქვეთკი და მე დამცინოდნენ. ჰობია შედი ეს გასაუბრება. თუ მოკლედ გავიყვანე ეს 3-ვე ბოლოში.
იმ ეტაპზე Amazon-მა ყველას დაასწრო და პირველი ოფერი მაგან მომცა, Uber-მა team matching-ის ფაზაზე ვიყავი, ბოლო ეტაპია ეს და აღმოჩნდა რომ რაღაც 1-2 კვირა კიდე უნდა დავლედობოდი, ის ამსტერდამი იყო, ეს AWS-ის ოფისი იყო დუბლინში, initial apply რაც მქონდა, მაგრამ მე მადრიდი ვარჩიე, Fire TV-ის device-ების დეპარტამენტი, რაღაცა ამინდის გამო მოკლედ რა მადრიდი. ანუ live coding-ის სესია მაინც იყო, ხო? კი, აი მაგ ეტაპებსაც გეტყვი ახლა. სხვადასხვა ქუთაისში გქონდა ჰაკათონზე შეხვედრა. რაღაც 1 საათიანი სპიჩი გამომივიდა, ამ კონკრეტულ ეტაპები ჩამოვთვალე და YouTube-ზე devs შეუძლიათ დაძებნონ ჩვენ მომსმენელმა. ძირითადად ერთი და იგივე პატერნზე ექვემდებარება მაინც ეს დიდი კომპანიების გასაუბრება. პირველი არის initial recruiter-ი გიკავშირდება 15-20 წუთიან შეხვედრას გინიშნავს, რომ სუნთქავ ლაპარაკობ რა არსებობ, რომ დაამტკიცოს, გეკითხება რაღაც ბიუროკრატიულ კითხვებს, რომ თან ახლო ხარ თუ არა რელოკაციაზე, წარმატების შემთხვევაში და ასე შემდეგ, მაგაზე პასუხობ, კომპენსაციის რეინჯს გეკითხება და ასე შემდეგ. შემდეგ გიგზავნის online assessment-ის links email-ზე. ეს არის ჰაკერანგის ლინკი ძირითადად, სადღაც 2-3 ამოცანა სირთულის მიხედვით, მარტივი, medium-ი და hard-ი. და ეს 3 ამოცანა უნდა ამოხსნა, რაღაც test case-ები უნდა გაიაროს და ასე შემდეგ. არ არის აუცილებელი რომ 3-ვე ბოლომდე ამოხსნა და 100%-ით. შეიძლება რაღაც პირველზე არ გაგიმართლა და რაღაც ვერ მოასწარიან ბოლოზე. და ამ online assessment-ის შემდეგ გიკავშირდება ისევ recruiter და გეუბნება რომ შემდეგ ეტაპზე გადახვედი ან არ გადახვედი. თქვათ გადავედით შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე ეძახიან phone screenings. ეს phone screening ისტორიულად შემორჩა სახელი phone-ი, ადრე ალბათ მართლა ტელეფონზე რეკავდნენ, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი ინტერვიუა 1 საათიანი ტექნიკური გასაუბრება ალგორითმებზე. ისევ live coding-ია. ისევ live coding-ი, ახლა უკვე ადამიანია შენთან ერთად. იქ არავინ არაა შენთან ერთად links გიგზავნის და ხსნი. შემდეგ უკვე ადამიანი ერთვება საქმეში. 1 წელი გასაუბრება გაქვს phone screening-ი ეს. შემდეგ ეს თუ გავიარეთ კარგად, recruiter-ი გვიკავშირდება და გვინიშნავს ეგრეთ წოდებულ virtual on-site interviews. ეს არის on-site რატო ქვია, ხამასაც ისტორიულად ადრე იყო, რომ ვიზას გიკეთებდნენ, თან ვიზა არ გქონდა მე მგონი ადრე. ჩადიოდი იქ და ტიპთან ატარებდი მთელ დღეს, რომელიც 4 სესიას გიტარებდა, პირველი ალგორითმები, მეორე system design-ი, მესამე behavioral კითხვები და მეოთხე იმის მიხედვით level-ის მიხედვით ან system design-ი იყო, ან ისევ ალგორითმები. მაგრამ შემდეგ პანდემიის მერე პანდემიამ ხო ბევრ რაღაც შეცვალა, ეგეც შეიცვალა და ეს on-site-ი მისვლით აღარ იყო საჭირო და ვირტუალური on-site-ი ნიშნავს, რომ ეს 4 ინტერვიუ მართლა გაქვს 1 დღის განმავლობაში 4 სხვადასხვა ადამიანთან, რაღაც შუალედებში 15-30 წუთი შესვენება და გადიხარ ამ გასაუბრებებს. აი, ცოტა სტრესულია თელი დღე წარმოიდგინე რაღაც 4 ძალიან ისეთი გასაუბრება გაქვს მძიმე და ეს არის ხოლმე ძირითადად ბოლო ეტაპი, ან ბოლო ეტაპი არის 4 ერთ იუნიტად ჩათვალე რა. ანუ 1 იუნიტად და 1 დღეს? 1 დღეს, კი. რამდენი ხანი გრძელდება? 1 საათიანია თითო. და შუალედებში შესვენება გაქვს ახლა. და ყველა მათგანი, ანუ ის live coding-ი არ არის, ხო უკვე? ანუ live coding-ია ესეც. ანუ ისევ live coding-ი. კი, ზუსტად მსგავსი, რაც phone screening-ზე იყო. ოღონდ ახლა უკვე 4 წალი და level-ის მიხედვით ახლა გააჩნდა თუ entry level-ზე ხარ, მაშინ system design-ი არ გაქვს და ყველა live coding-ია და უბრალოდ ამოცანას ხსნი. თუ უკვე მაღალ პოზიციებზე ხარ, system design-ის გაქვს და თუ კიდე უფრო მაღალზე ხარ, 2 system design-ი შეიძლება გქონდეს და იმის მიხედვით 4-5 ინტერვიუ გაქვს რა. ხო, მე პირადად Amazon-ში მქონდა, Google-შიც პრინციპში 1 system design-ი, 3 ამოცანა Amazon-ი აკეთებს რომ თითოეულ 4 სესიას 30-30 წუთიანია, პირველი არის soft skill-ებისთვის, იმ leadership პრინციპებზე გისვამს კითხვებს. ძალიან. ძალიან სტრესულია. აუგიზდებოდი 4 საათი რა გამოჩეკა. თა წარმოიდგინე რაღაც 2 შაბათს გაქვს Amazon-ში ეს 4 და 3 შაბათს Google-ში 4. ხო, ძალიან რთულია ხოლმე. ეგენი მოკლედ გავიარე და Amazon-მა დაასწრო და წავედი მოკლედ მადრიდში. ანუ მაგა შენზე იყო, ხო? რომელს აირჩევდი? ანუ რა არის, იცი? აი მაგალითად ანუ აი ბევრი ლოკაცია, მე მაგალითად რასაც ვხედავ ხოლმე, ეხლა Amazon-ს არ ვათვალიერებ, Microsoft-ს ვათვალიერებ ხოლმე რა, ანუ ჩემთვის უბრალოდ. როგორც წესი, ბევრი ლოკაცია წერია ხოლმე რა და არის კიდე ისეთი ლოკაციები, სადაც ეგ ბევრი ლოკაცია არის ამერიკის შტატები რა. ხო, ამერიკაში შანსი არ გვაქვს, იმიტომ რომ არ გვაქვს რატო? ანუ რა არის, იცი, ვიზას არავინ არ გაგიკეთებს ესე მარტივად ამერიკაში და მაგასაც უყურებენ ახლა შენ რომ საქართველოს მოქალაქე ხარ,
ნუ დიდად არ იწვალებენ. ხო, ამერიკელი ან თუნდაც ევროპელი, რომელიც უფრო მარტივად გააკეთებს ვიზას, სამუშაო ვიზას, ვიდრე ნუ ჩვენ და აზიელებიც იქეთ კიდევ. იმათაც რთულად აქვთ მაგ ხრივ საქმე. ამიტომ ძირითადად თუ ინმეს ოცნება ვთქვათ, რომ ამა Google-ში დაიწყოს ამერიკაში მუშაობა, ძირითადად აკეთებენ ხოლმე, რავი, ევროპაში დაიწყებენ და ერთ წელში მერე კიდევ სხვა ტიპის ვიზა კეთდება და შიდა ტრანსფერით შეუძლიათ გადავიდნენ. ერთი წელი იყავი ხო Amazon-ში? ხო, Amazon-ში ერთი წელი ვიყავი. ესპანეთში. ესპანეთში. მე რასაც როგორი იყო ყოველდღიურობა იქ თვითონ? ხო, აი მაგას ვიტყვი ზუსტად ეხა და იმას დავასრულებ თიმებზე რაც თქვი, რომ კონკრეტულ ლოკაციას უთითებო. თავიდან როცა პროცესი იწყებ, კონკრეტულ ერთ ლოკაციაზე და ერთ პოზიციაზე აკეთებ apply-ს. მაგრამ იმდენი ხანი გრძელდება ეს ყველაფერი და განსაკუთრებით თუ ვიზა უნდა გააკეთო ერთი 6 თვე იწელება ჯამში, რომ ის პოზიცია რა ვიცი ან შეივსო ან დაიხურა ან არ ვიცი რაღაცა. მაგის შანსი არსებობს, ამდენი ინტერვიუ გავიარო და არა. ხო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბოლო ინტერვიუ არის ხოლმე ძირითადად team matching-ის ინტერვიუ. კი ბატონო, შენ გააკეთე apply რაღაც კონკრეტულ ჯობზე, მაგრამ ყველაფერი კარგად გაიარა და მოდი სხვა team-შიც სინჯოთ, სხვა team-შიც ჩაგსვამთ. ძირითადად თუ ეს ყველაფერი კარგად გაიარა, რომ დაიხუროს ის პოზიცია, მაინც კარგად არის ყველაფერი და შენ რეკრუიტერი გთავაზობს, რომ აგერ ძმაო შენ რაღაც დუბლინში კი გააკეთე apply თავიდან, მაგრამ ახლა გვაქვს ღია პოზიციები ვარშავაში, სადღაც მადრიდში ვთქვათ და მე ესაუბრები რამდენიმე teams. ნუ ხშირად შენზეა ხოლმე დამოკიდებული პირველივე team თუ მოგეწონა და იმასაც მოეწონე, შეგიძლია სულ ჩაარტყა ხელი. მაგრამ თუ მაინც ისე ყოყმანობ, ის დაგელოდება მეორე team-საც გაესაუბრები. მე მქონდა ორ team-თან გასაუბრება, ერთი AWS-ის დუბლინი, მეორე მადრიდის რატო არჩია ის მზეგინო და ხო, რაღაც ეგეთი იქ აღმოვაჩინე რომ დუბლინში თურმე რაღაცა უფრო ძვირია ცხოვრება, ამინდები არა, რაღაც AWS-ის დეპარტამენტი ცოტა სტრესულია ხოლმე, როგორც AWS-ის კასტომერები ჩვენ რომ ვინც ვიყენებთ ბედნიერები ვართ და კაი სისტემაა ძალიან მომწონს, ისე უბედურები არიან ისინი, ვინც მეორე მხარეს დგანან, რომ აი რავი, on-call-ზე არიან რაღაც თვეში ერთხელ და რაღაცა თუ გაფუჭდა, მალევე უნდა დაფიქსონ და ამ შემდეგ. ნუ არც ეს Fire TV-ის დეპარტამენტი აღმოჩნდა მთლად უსტრესო, ესეც ძალიან ისეთი რთული პრობლემა გქონდა, რასაც ვაკეთებდით. მოკლედ რო ვთქვა რა ევალებოდა ჩვენ გუნდს, Amazon-ს აქვს device-ები, Amazon Alexa, ალბათ ყველას გაგვიგია. ასევე აქვს Fire TV-ის stick-ი და რაღაც ბევრი device-ი აქვს, რომელსაც ტელევიზორებში, მანქანებში და ასე შემდეგ აშენებენ და ამ ყველა device-ში არის გაშვებული FireOS 8, Fire TV-ის ოპერაციული სისტემა. თავისი ოპერაციული სისტემა. მაგრამ თლად არც თავისი, ეს ყველაფერი დაფუძნებულია Android-ზე. ტაბლეტებიც ხო არის მაგის? კი ბატონო, ტაბლეტებიც მაგ FireOS-ში არის გაშვებული. ეხლა რა გააკეთეს Amazon-ში, როცა თავიანთი ოპერაციული სისტემა შექმნეს. ნუ როგორც ყველა სხვა რაღაც ოპერაციული სისტემა რაღაცაზეა დაფუძნებული, ხო? ზოგი Unix-ზე, ზოგი უფრო ზემოთ Linux-ზე, ზოგი უფრო ზემოთ Android-ზე. Amazon-მა აიღო, არ ვიცი ალბათ ერთი 10 წლის წინ თუ როცა შექმნეს, აიღო ეს Android-ის open source-ი, ანუ Android-ი ძირითადად ჩვენ ტელეფონებში რაც ეშვება, ვისაც Android-ი აქვს არის რა AOSP არის ასეთი პროექტი Android Open Source Project, რომელიც open source-ია, მაგრამ ნუ Google ამენეჯებს მაინც, თლად ეგრე არა რომ მიდიდა შეცვალე. როგორც .NET-ის შემთხვევაში. და ეს არის raw Android-ი ჩათვა. შეგიძლია ჩააყენო შენ ტელეფონში და რა შეხედავ მინიმალისტურ Android-ს. ნუ ტელევიზორებისთვის ცალკე არის, ცალკე ვერსია, მობილურებისთვის ცალკე ვერსია, მაგრამ ძირითადი core ერთი და იგივეა. Amazon-მა როცა ეს ოპერაციული სისტემა აიღო, FireOS როცა შექმნა, აიღო ეს Android Open Source Project-ი და რაღაცები თავის გემოზე შეცვალა შიგნით. მოარგო და არქვა FireOS-ი. კი ბატონო, რატო არა open source-ი იყო, აიღეს, დაფორკეს და შექმნეს ახალი სისტემა. მაგრამ აღმოჩნდა მე რომ ეს FireOS უпростоრად ხო FireOS 8 დაფუძნებული იყო Android 12-ზე, iOS 12-ზე და ეს ნუ ხო ვითარდება ეხა ახალი ვერსიები გამოდის და FireOS უпростоრად iOS 14 რო გამოვიდა, ასე up-levels ვერ აკეთებენ რა, მიდი ეხა ჩამოფორკე შენ ახალი და შიგნი რაღაცები რო შეცვალე, რას უშვები მაგას ვერაფერს ვერ უშვები. ამიტომ ჩვენი გუნდის მიზანი ძირითადად იყო რომ დამატებითი ლეიერი გაგვეკეთები რამ AOSP-ზე და თუ რამე ცვლილებები შეიტანა Amazon-მა, ეს იყოს ცალკე ლეიერში და ეს ოპერაციული სისტემა AOSP დავტოვოთ ხელუხლებელი, რომ მე მარტივად up-level-ი ამას გავუკეთოთ და ეს შენმა ლეიერმა ზემოთ უნდა იმუშაოს ისევ ნებისმიერ Android-ის ვერსიაზე. და რაზე იყო ერთად წერილი?
ეს ყველაფერი არის რაზე მუშაობდი შენ ის ხო, ძირითადად ამ ზედა layer Android open source project დაწერილია C++-ზე, C-ზე და თავის build სისტემა აქვს. და ძირითადად არის უფრო მეტი C++-ის ფაილები ჩავხედოთ, მაგრამ ძირითადად არ გვიწევს ხოლმე შეხება და უფრო ზედა layer-ები Java-ზე. და ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ზედა layer-ებს ვეხებოდით, ამიტომ თუ ახალი ფუნქციონალიზაციის დაწერა გვინდა და Kotlin-ზე ვწერდით, იმიტომ რომ ესეთი პოლისი აქვს Amazon-ში და მე მგონი ალბათ ბევრ კომპანიაში რომ თუ Java-ს ვიყენებთ როგორც ჩვენ ეკოსისტემა და ახალი ფუნქციონალიზაციის დაწერა გვინდა, მოდი Kotlin-ი გამოვიყენოთ. თუ ძველის გადაკეთება გვინდა, რავი Java არის და იმას მივამატ რაღაცები, იმიტომ რომ ეს ორი ენა ხო ერთმანეთს ძალიან კარგად ეთავსება და უკვე არსებული Java-ს ფუნქციონალი პაკეჯები შეიძლება გამოიყენო Kotlin-ზე. ამიტომ ჩემი day to day work-ი ძირითადად იყო ხოლმე Java-ს კოდში რაღაც ხეტია, რაღაცების აღმოჩენა და გამოტანა აქეთ Kotlin-ში ამ მსგავსი კონდა იმის საშუალება, რომ ვთქვათ, ანუ მოგწონდა თვითონ პროექტი? კი, ძალიან საინტერესო პროექტი იყო, სხვათა შორის რომ წამოვედი ერთ წელში უკვე გაუშვეს დაიდო News-ი. და ძირითადად ყველა კომპანია ალბათ, მაგრამ Amazon-ი განსაკუთრებით არის ძალიან ისე მოგებაზე ორიენტირებული კომპანია, რაც მეტ ფულს დაწერენ, შეუძლიათ ჩაასხან ამ პროექტში. რა თქმა უნდა, ბიზნესია, ხო? და ძირითადად მათი მიზანი იყო ინდუეთში გასვლა ამ FireOS ახალი ვერსიით, იმიტომ რომ ინდუეთში მწარმოებელი ტელევიზორის მწარმოებელი კომპანიები უნდა იყიდათ ეს ყველაფერი რა და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მილიარდები იშოვეს მაგით. კი. და ზოგადად შიგნით, ანუ აი big tech-ში როგორ არის ან ზოგადად კონკრეტულად შეიძლება სხვადასხვა პროექტებში სხვანაირად არის. აი შენ შემთხვევაში ეს სიმკაცრე და აი ეს agile-ის მიდგომები როგორ იყო? კი, ეგეც აქვს დანერგილი, რა თქმა უნდა. ეგრე თლად სუფთა სკრამი და რაღაც არა, მაგრამ გაცილებით მეტი ბიუროკრატია. ცხადია. ბიუროკრატია ძალიან ბევრი. განსაკუთრებით Amazon-ს მოწონს ყველაფრის დოკუმენტირება და დაწერა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად შეიძლება თიმები ფორმირდეს რა. ერთი თიმიდან გადავიდეს მეორე თიმში ვიღაც და მიდგომა აქვს ასეთი და სწორიცაა, რომ onboarding-ი ძალიან მარტივი უნდა იყოს. მე დავიწყებ რაღაცა პროექტში თუ ავთო დაიწყებს, მარტივად უნდა გავიგოთ უკვე რა გაკეთდა იქ. მიუხედავად იმისა, ვინც გააკეთა ის არის იქ ისევ თუ არა. ხო, ამიტომ თუ რამეს ვაკეთებდით, პირველ რიგში გვიწევდა ამ ყველაფერს დაწერა, დოკუმენტაცია. თავიანთი მიდგომები აქვს one pager-ი, რომ მოკლედ დაწერო ერთ გვერდში, რაღაც six pager-ი, რომელიც ცოტა მეტ ინფორმაციას შეიცავს. ხო, ანუ ყველაფერი დოკუმენტირდება და ეგ ცოტა ამატებდა. ამ საქმის გაკეთება რო გინდა კაც, რაღაც ორი კვირა უჯერ უნდა წერო, რას აკეთებ. მერე განიხილო შენ თიმთან review, მერე კომენტარებს დაგიწერენ ის უნდა დაარიზოლვო. ანუ სანამ კოდის review-ზე გადახვალ, ჯერ შენი რას წერ დოკუმენტის review. სტარტაპულ გარემოში იყავი მანამდე და აღმოჩნდი რაღაც საგიჟეთში, ბრალებში რა. როგორი იყო შენი ეგ ტრანზიშენი სტარტაპიდან big tech-ზე? ან საერთოდ დღემდე როგორ ფიქრობ, რომელში მუშაობა უფრო? ერთი წელი იყავი, ხო? ხო, ერთი წელი ვიყავი. რატო წამოხვედი ბარემ ეგ ესე მოაყოლო მერე? ხო, ზუსტად მაგ ბიუროკრატიების და ასე შემდეგ გამო. იმიტომ რომ ბევრი ისე ოცნებაა რა, ანუ ხო, ჩემთვისაც ოცნება იყო, უბრალოდ რა არ ვიცი ხა ზოგი იტყვის რომ საკუთარ თავს რო დაუმტკიცოთ, თქვათ ჩავთვალოთ რომ ეგ მინდოდა. დაჟე ოფერი რომ მივიღე უკვე დავფიქრდი მეთქი მე ოფერი მინდოდა იქ წასვლა კი არა და საერთოდ ვარ დავარეჯექტო თქო, მაგრამ დაიწავე. ანუ просто სპორტული ინტერესი ქონდა რამდენი დაკაჩავდი. ხო, წავეთან მაინც სხვისი მონაყოლი ხო ვიცოდი ხა ჩემი მეგობრები მუშაობენ რამდენიმე მეტაში, Google-ში, Amazon-ში და ასე შემდეგ. და ვიცოდი მათი გადმოსახედიდან რას ნიშნავდა როგორი იყო, მაგრამ მეც მინდოდა ჩემი თვალით ვენახა. მივედი, რა ვიცი, ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი, ძალიან რავი, შენ ზირგული ვარ წარმოვიდგინე ყველა რაღაც ისეთი სოლიდური ინჟინერი, გამორიცხულია სხვანაირად იქ ვერ მოხვდები და ყველასთან რაღაცას სწავლობ. ერთი წელი, როგორ გითხრა, არ ვიცი, ყველას ალბათ ეგ უკვე სუბიექტური ადამიანზე დამოკიდებული და ჩემთვის ის ერთი წელი მეყო რომ მენახა და ეს ახალასაც ვამბობ ეს რომ მე ჩემი თვალით ვნახე და არა გადმოცემული პროექტი თავის მხრივ საინტერესო იყო შემეძლო სხვა თიმშიც გადავსულიყავი სხვა ქალაქშიც და ასე შემდეგ მაგრამ ზუსტად იმის გამო რომ აი სტარტაპული კულტურა ახსენე ყოველთვის ვიზიდავდა უფრო მეტად დამოუკიდებლობა რაღაცების კეთებაში და ამიტომ ხო დავბრუნდი საქართველოში ეხლა Fundbox-ში მუშაობ Fundbox-ი არის Webizy კომპანია ისიც აუთსორსინგია და რამდენიმე დიდი აკაუნტია მიბმული და ერთ-ერთი Fundbox-ია
სადღაც 60-მდე ადამიანი ვართ, თვითონ საქართველოში ვინც მუშაობთ, გუნდი გვყავს თელ-ავივში და ნიუ-იორკში. ეხლა ინჟინერული ოფისი ახლა გახსნეს ნიუ-იორკში, 5-6 ინჟინერი არიან. და ჩვენი ძირითადად ფინტექ მიმართულებაა, მე პეიმენტების თიმში ვარ, რაც შეეხება რაღაცა ფულის გადატანას ერთი აკაუნტიდან მეორე, ყველაფერი ჩვენი. რა სტეკზე ხარ დღეს? Python-ი, აქაც ყველაფერი Python-ზეა დაწერილი Fundbox-ში. ასევე Python-ს ვიყენებდით იმ პირველ სამსახურში Pulsar-ში. აი ასოფტი რო ვახსენე, ეს მანამდე გავაკეთეთ და ისიც Python-ზე გავაკეთეთ. ისე გამოგივიდა ფაქტორად, ბოდიში გაგეწყოთინე, რომ დაიწყე C++-ით, მერე Python-ზე გადახვედი, მერე Java-ზე გადახვედი. ხო. ყველაფერს მიეღება. ხო, რაღაც ეგრე გამოგივიდა. კი, ეგრე გამომივიდა. ანუ რაღაც ეტაპზე უკვე დიდად აღარ აქვს მნიშვნელობა ენას, მაგრამ თლად ეგრეც არა. მაინც ყოველთვის გაქვს შენი საყვარელი ეკოსისტემა ადამიანს. Python-ი ცალსახად, იმიტომ რომ გაცილებით დიდი დრო მაქვს გატარებული Python-ის კოდის გარჩევაში, როგორ განვითარდა ზოგადად Python-ის სტეკი, რაები გვაქვს, თულები და ასე შემდეგ. ამაზე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ზოგადად Python-ის დეველოპერი ჩვენ ფაქტობრივად არ გყოლია, ერთი არის, მოკლედ არ გყოლია რა, ერთი სიტყვით რა. ხო და როგორია ზოგადად Python-ის გარემო, ბაზარზე რატომ არის, ხო ესეთი არ ვიცი ჰაიპი ქვია მაგას თუ რა არის. რამ გამოიწვია Python-ის ზოგადად ეს ყველაფერი ამაზე რომ ვისაუბროთ რა. კი, Python-ი ძალიან უნივერსალური ენაა. Python-ზე თითქოს აღიქმება რომ უნდა ვწეროთ უფრო AI, ML პროექტები, უნდა ვწეროთ რაღაცა მონაცემების დამუშავებები, მაგრამ არც თლად ეგრე არა. სრულიად ძალიან დიდი ძლიერი სისტემა, რომელიც ვებზე დაფუძნებულია, Python-ზე შეგიძლია დაწერო ძალიან ძლიერი და სწრაფი ბექენდი. ეხლა სადაც მუშაობთ, იქ მicroservice-ების არქიტექტურა გვაქვს, რამდენიმე ათეული მicroservice-ია. თითოეულს ეს მიკროსერვისები ესაუბრებიან რაღაც queue-ების და event-ების მეშვეობით და შენ თუ ამ ასე რომ ვთქვათ underlying ინფრასტრუქტურას კარგად გააკეთებ, Python-ი არის ძალიან სწრაფი. ძალიან ის აქვს ხოლმე ლაკაცხია Python-ს რომ ნელიაო. ნუ არც თლად ეგრე არა, როგორ დაწერ, რას ააშენებ ამ შენი Python-ით მაგაზია დამოკიდებული. პოპულარობა რამაც გამოიწვია, ზუსტად ეს იყო, რომ უნივერსალური ენაა, იყენებ ბევრ რაღაცაში. ბევრ რამეში იყენებ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბოლო პერიოდში Python-ი ყოველთვის ასოცირდება AI და data processing. კი, მაინც ეგრე ასოცირდება, თუ სადმე AI ან ML ინჟინერის ვაკანსიას ნახავ, უეჭველი Python-ი გჭირდება. აი მაგალითად ჩვენ ახლა აქ Fundbox-ში, რამდენიმე თვეა და ახლა ყოველთვის მიმდინარეობს ხოლმე კადრების აყვანა. და უკვე შეეგუენ ადამიანები, HR-ები და ჩვენი ვინც არიან მაგ საქმეში, რომ ესე Python-ის ინჟინერს გამოცდილს ვერ ნახავ. მოდი ნახოთ უბრალოდ გამოცდილი ინჟინერები და სურვილი გქონდეთ, რომ Python-ზე გადმოვიდნენ და რამდენიმე Java-დან მოდის, რამდენიმე .NET-დან და ასე შემდეგ და transition-ს აკეთებენ Python-ზე. ხო, მაგრამ მაგ დროს მაინც ერთი ყოველთვის არსებობს, რომელიც კი, რა თქმა უნდა, ხო, უფრო მეტი გამოცდილება გაქვს, პროგრამირების ენა ხო არ არის უბრალოდ სინტაქსი. პროგრამირების ენის ნებისმიერი სინტაქსი აღიწერება რაღაც 1200, 1500 ხაზიან რაღაც ფაილში, სინტაქსის ფაილში. ეს არაა პროგრამირების ენა, იმის ირგვლივ რა ეკოსისტემაც გაქვს, ეგ ყველაფერია. და რაც ბევრი დრო და მეტი დრო გაქვს გატარებული შენ ამ ეკოსისტემაში, მით მეტად იცნობ ამ ყველაფრის რაღაცა მინუსებს და პლუსებს. Python-საც აქვს თავის მინუსები, რომელიც ნელ-ნელა რაღაც სწორდება, ასე რომ ვთქვათ. პირველ რიგში არის ის, რომ ტაიპინგი არ გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ შემოიღეს რამდენიმე წელია უკვე type hinting-ი, ასე რომ ვთქვათ, უთითებ თითოეულ არგუმენტს ფუნქციისას ტიპებს, მაგრამ შეგიძლია პირდაპირ გაუშვა, თუ შუაში არ ჩაუყენებ რაღაცა checkers, რომ ემორჩილება ყველა გამოძახება ამ ტიპებს, რა ვიცი გაეშვება მაინც და სადღაც runtime-ში მე მაგალითად ჩემი პერსონალური გამოცდილება Python-ზე რაც არის, რა თქმა უნდა, ბოლომდე სიღრმეებში Python-ს არ გავსულა, მაგრამ იყო რაღაც სიტუაციები, როცა დამჭირვებია რა. ხო და ჩემი დაკვირვებით Python-ი იმიტომ კი არ არის ის რაღაცა განსაკუთრებული, არამედ რაღაცა ისეთი თულები აქვს, რომელიც არ ვიცი გამოარჩევს სხვა ეკოსისტემებისგან რა, ესე მგონია რა, მარტივი მაგალითს გეტყვი. ერთ-ერთ რაღაც იმას ვწერდი პადელის რაღაცა ტრეკერს ვწერდი რა, ესე პადელი თუ არ შეპყრობილი ბოლო პერიოდია და მაგიდან გამომდინარე რაღაცა ტრეკერს ვაკეთებდი და რაღაც მომენტში
.NET-ში გავიჭერდი რა, იმიტომ რომ image processing-ში რაღაცა იყო თავიდან ბოლომდე მაშინად დაგეწერა ფაქტობრივად library. რაც Python-ში, PyTorch-ში უკვე არსებობს ეგეთი ტიპი, რომელიც ძალიან მარტივად იყო, ასე რომ ავდექი და პირდაპირ PyTorch-ში მოვქოქე იქით რა. ხო და ამიტომ ესეთი რაღაცები როგორც ჩანს უფრო ამარტივებს და იმის Python-ს პოპულარობას წერს. მოკლედ რომ ვთქვა, დიდარი ეკოსისტემა აქვს, ირგვლივ გაქვს ძალიან ბევრი თული, რომელთაც ემუშავები ბევრ რაღაცას. ინფორმაცია ხო არ მოდის მხოლოდ ტექსტური და ასე შემდეგ, აი იგივე სურათები. რაც მეტი სახის ინფორმაციის დამუშავება შეუძლია მარტივად ენას, თავისი რაღაც library-ების დახმარებით, ხო, ეგრე სუფთა Python-ში ბევრ რაღაც ვერ იზამ. მაგრამ ძალიან დიდი community ყავს, იგივე AI-ში, PyTorch-ში, PyTorch-ი სხვათა შორის Facebook-ში, Meta-შია შექმნილი და მე open source-ეს და ანუ Facebook-ი უვლის, ხო? ხო, უვლის, აი როგორც Google-ი უვლის AOSP-ს რაღაც ეგრე. ხო, ნუ Google-ს თავისი მსგავსი framework-ი აქვს TensorFlow, რომელიც ძლიერია, რაღაც ახალი მოდელი AI-ის თუ გამოვა, ან რაღაც ახალი მიდგომები ამ ორ library-ზე უეჭველი არის რეალიზებული და შეგიძლია რაღაც ექსპერიმენტები ატარო და ნახო. ვების მხარეს, რომ დაუბრუნდეთ, მე მაინც უფრო მეტად web-based აპლიკაციების მხარეს მუშაობ. ну რაღაც მომიჯნავე ტექნოლოგიების დახმარებით იგივე AWS-ი მონაცემთა ბაზები რომელიც საჭიროა იმ კონკრეტულ შემთხვევებში რაღაცა data intensive აპლიკაციების დაწერა და ასე შემდეგ. ანუ უფრო მეტად web-ზე ვარ, ასე რომ ვთქვათ, web-ის მხარეს ახლა Python-ში რა გვაქვს? ну მე პირადად ვიყენებ Flask-ს, ყველაზე მეტად ეგ მომწონს, იმიტომ რომ მინიმალისტური framework-ია, web framework-ი, ცარიელი ფაილიდან შეგიძლია ააგო რაც გინდა. თავიდან initial setup-ი გაქვს 0, არაფერი არ გაქვს. და ეგ თავისუფლება ყოველთვის კაია ხოლმე. აი .NET-ს რომ ცილს ცხემე რომ გვაძალებს რაღაცები რომ კონკრეტულად წეროთო, ხო, ეგეც. არ ვიცი, რაღაცა მომენტში შეიძლება სწორია, რაღაცა მომენტში არა სწორი. ხო, მაგრამ მსგავსი framework-იც აქვს Python-ს, Django მაგალითად. Django-ს მენი. ხო, აი რაღაც one command-ს გავუშვებ და რაღაცა მოყვება რაღაც ესეთი package-ები. ხო, ყველაფერი. ეს package-ები რამდენი ეს Python-ს სუ პრობლემა მაგ ამ package-ებთან რა, ანუ. ხო, ეგეც არის კი. ხო, ну არის კიდე პოპულარული Fast API. Fast API არის უფრო ასინქრონული first, ანუ იმ პირდაპირ ასინქრონულ ფუნქციებში წერ ამ ყველაფერს და თუ ეს ოპერაციები არის IO bound ოპერაციები, ანუ მონაცემთა ბაზასთან კავშირი რაღაცას ელოდება, ძალიან სწრაფია და ნუ ასინქრონულობა რომ მიაღწიო Python-ში, მაგისთვის ცალკე library გჭირდება? არა, ცალკე library არ გჭირდება, ასინქრონულობა დაამატეს 3.7 ვერსიიდან, async await 10 წელიდან მეტი იქნება. ნუ სადღაც რა. ნუ async await keyword-ი გაქვს იქაც და მსგავს API-თ იძახებ ფუნქციებს, რაღაც ასინქრონულ ფუნქციას აცხადებ და ქვემოთ გამოიძახებ და არ დაბლოკავს რაღაც მთლიან flows, სანამ ეს ხაზი არ შესრულდება, მაგრამ სულ სხვა ფილოსოფიაზე დაყრდნობით არის გაკეთებული, მიღწეული ეს ასინქრონული not blocking IO. აი JavaScript-ში სულ სხვანაირად არის. JavaScript-ი პირდაპირ ეგეთია რაღაცა ის გაქვს call stack-ი და აქეთ თვითონ ამენეჯებს ამ ყველაფერს. მე Python-ში რომ მოვუდათ ამ ყველაფერს მიღწევა, ну რაღაც მექანიზმები აღმოჩნდა, რომელთაც შეგვიძლია ამას მივაღწიოთ, იყო რაღაც კორუტინები, იმაზე დაფუძნებით რაღაცები შექმნეს. სხვათა შორის თვითონ Python-ი ვინც შექმნა, Guido Manrosevმა, თვითონვე გააკეთა ეს ასინქრონული და ასინქრონული პროგრამირების support-ი Python-ში. ხო, იმ კითხვაზე პასუხი რომ ცალკე library გვჭირდება თუ არა ასინქრონულებს, არა, თავისთვის აქვს, მაგრამ არის web framework-ები, რომელიც არ ასაპორტებს ასე ასინქრონულობას და არის რომელიც ასაპორტებს. Flask-ი როცა შეიქმნა, მაშინ არ არსებობდა ასინქრონულობა, ამიტომ არ არის, მაგრამ ასინქრონული ვერსიაც არსებობს. და თვითონ ასინქრონულობისთვის რო შეიქმნა ეგეთია Fast API და ძალიან ბევრი კომპანია იყენებს სხვათა შორის Fast API-ს და ძალიან ისეთი ბევრი ვაკანსიებია ხოლმე Python-ის webs ადამიანს თუ ეძებენ Fast API რაღაც პირველ ადგილზე არის ხოლმე. AI ახსენეთ ეგრან შენ ვიავსებით ამ თემას, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოში ყველაფერი დღეს AI-ზე ხდება. რას ფიქრობ, როგორია დღევანდელი AI-ის ეს განვითარება და სადამდე მივალთ აი ამ გზით თუ გაგრძელდა რა, იმიტომ რომ რაღაც აბსტრაქტული შიშები გაიჩნდა სხვათა შორის საკმაოდ გამოცდილ დეველოპერებს შორის რა, რომ ვიღაცებს
ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ირაკლი გაბესონია, ჩემი მეგობარი, მაგალითად, წუწუნებდა იმაზე, რომ აი ეს კოდს აღარ წერო და ისე როგორც უწერდიო რა, იმიტომ რომ ვიღაცებს დანაკლისი გაუჩნდათ იმითი, რომ რაღაცებს ვეღარ აკეთებენ, მაგრამ რაღაცებს გამარტივდათ ადამიანის ბუნება ისე ამოწყობილი, რომ მარტივად თუ რამის მიღწევა შეიძლება, იმ რაღაც აგენტები დაგვემატა ახლა, იქ რაღაც ავტოკომპლიშენები, რაღაცები, ამ ყველაფერს ვიყენებთ. მაგრამ შენ როგორ აკეთებ ამ ყველაფრის ბალანსს, ან მომავალს როგორ ხედავ ამ ყველაფრის AI-ის განვითარების ზოგადად? კი ბატონო. ხო, მაგ AI-ის კონკრეტულად კოდის წერაში და ასე რომ ვთქვათ productivity-ში გაურება მაქვს მანდ. არ ვიცი თლად ბოლომდე უნდა ვენდოთ თუ არ უნდა ვენდოთ. რაღაცა ეტაპზე მაწუხებს კიდეც ძალიან ბევრი დაგენერირებული კოდი. მე გამოვთვალ პროსტა ის ხანდახან ის არ მინდა რა ეს inline completion-ი არ შემიძლია და გავთიშე პროსტა. ხო, მე პირადად რაშიც ვიყენებ არის test case-ებს ძალიან კარგად წერს თუ კონკრეტულად კარგი ინსტრუქციას მიცემ, ეგრეთ წოდებულ prompts. წინასწარ უნდა გქონდეს ალბათ კომპანიებს განსაზღვრული რაღაცა პოლისი როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და ჩვენც რაღაცებზე ნერგავთ ახლა რომ გქონდეს ვთქვათ, კურსორს ვიყენებთ, სამუშაო ID, ჩვენთან არის ძირითადად კურსორი. მე PyCharm-ი უფრო მომწონს და იქეთ ვწერ ხოლმე, მაგრამ არის კონკრეტული ტასკი, კონკრეტული საკითხი, სადაც იცი რომ იქ უფრო სწრაფად იზამ და არაფერი არ გაფუჭდება ამ ყველაფრით. მაგ შემთხვევაში მიდიხარ და ამ კურსორს რაღაც პრომპტს ჩაუგდებ, რამდენიმე MCP სერვერზე გვაქვს დაერთებული Jira-ზე, Slack-ზე რაღაც notification მოვიდეს Datadog-ზე რომ ლოგები წაიკითხოს და ბაზაზეც, რაღაც სატესტო ბაზაზეც და როცა შენ კონკრეტულად კარგ პრომპტს მიცემ, ამ ყველაფერს რაღაც აგრეგაციას თვითონ გაუკეთებს. ძირითადად კარგია ხოლმე test case-ების საწერად, როგორც თქვი, კარგია ხოლმე კონკრეტულად რაღაც ბაგის გამოძიებისთვის, მაგრამ ასე რომ ბრმად ვენდოთ რომ რაღაცა დაგვიწეროს და პრომპტიდან პირდაპირ software მივიღოთ და ის შუალედური კოდი არ წავიკითხოთ. მაგდონეზე მე პირადად ჯერ ვერ ვენდობ, იმიტომ რომ გამოცდილებიდან კლოდს იყენებ. კი, კლოდს უფრო მეტად, კურსორს აქვს საშუალება რომ რამდენიმე დააერთო. მე პირადად ჩემს პირად ლეპტოპში კლოდ კოდზე ვზივარ, თუ მჭირდება რამეში. მაგრამ როგორც გითხარ, ასე ბრმად ვერასდროს ვერ ვენდობი. ძირითადად უფრო ვაწერიებ სტრუქტურებს, რომ აი აბა მე რა გზას გავყვე. test case-ებში კარგია, მაგრამ ფაქტურად გამოდის, რომ თავისივე დაგენერებული კოდის ტესტირებას თვითონ წერს და დიდად არ გეხმარება ხოლმე, მაგრამ მომავალში რომ შეცვლი რაღაცას, ეს test case რო ჩაიჭრება, მე კარგია ხოლმე რა. ზოგადად ტესტების წერის პრაქტიკასთანაც გაურებული ურთიერთობა მაქვს, არ ვიცი გჭირდება თუ არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო იხარჯება მე ამ ტესტების დაფიქსვაში, მენეჯმენტში, რაღაც პატარა ერთი პარამეტრი რო დაამატო ფუნქციას, რაღაც flag-ი ვთქვათ, რაღაც optional რაღაც. აი წარმოიდგინე, შეიძლება 30 და 40 ფაილში მოგიწიოს შეცვლა. მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომელშიც ძალიან გეხმარება. ალბათ რაღაც ბალანსურად აიჭირო, რომ მოდი ყველაფერი არ გავტესტოთ, გავწესოთ ისეთი რაღაცეები, რომელიც ვიცით რომ ასე უფრო ნაკლებ კოდს არ წერ ვიდრე 5 წლის წინ პირველად. რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებ კოდს წერ. მაგრამ რაში მაწუხებს ახლა გეტყვი. PR-ების review ახლა კულტურა ყველა team-ში გქონია და შენს დარწმუნებული ვარ აკეთებ review-ებს და წარმოიდგინე ადამიანი გაძლევს PR-ს, რომელსაც review უნდა გაუკეთო, რომელი კოდიც მისი დაწერილი არაა. ხო. აი წარმოიდგინე უბრალოდ, ეგ არაა თუ კარგი საქციელი, მაგრამ ასე ბოლომდე რო შენ ასაპორტებ გენერირებულ კოდს, ვერაცდები მაგას უეჭველი 80% ისეთი კოდი იქნება, რომელსაც შენ უყურებ პირველი ადამიანი ხარ, ვინც ხედავს და არ უნახავს მას. ამ ყველაფერს თუ კარგად დავაბალანსებთ და ასეთ რაღაცეებს არ ვიზამთ, მაშინ მშვენიერი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ავასწრაფოთ ჩვენი პროდუქტიულობა. იმაზე მე მაგაზე ძალიან კარგი მაგალითი მაქვს, მაგრამ კურსორი ახსენე და PR-ები მოიყვანე მაგალითად ჩვენ პროექტზე ჩავაშენეთ ეგეთი კურსორის subscription-ი იყიდეს, მე არ ვიყენებ, მაგრამ პროექტი იყენებს და კურსორ ბაგბოტი არსებობს ეგეთი რაღაცა რა. ძალიან კაი რაღაცაა. ხანდახან twins jumps რა პროსტა. კი, აი ძალიან ხშირად კურსორ ბაგბოტი, რა არის კურსორ ბაგბოტი, ხო? PR-ს ქმნი და პირველი ადამიანი თუ ვინცაა, ვინც ნახულობს შენ კოდს არის კურსორ ბაგბოტი. ძალიან პრიმიტიული შეცდომები თუ გაქვს, გიწერს იქვე. მაგრამ ზოგჯერ ძალიან რაღაცაზე ჭედავს რა ეს. არასდროს რო არ მოხდება ხო რაღაცა. არ იზოლოებ და მე იმაშობი ხო მაგრამ
კი, კურსორ ბაგბოქტიც კარგია, მაგრამ მანდისა ყველაზე საცილო თვითონ კურსორის დაწერილი კოდია და მე კურსორ ბაგბოტი ცდილობს თავის დაწერილი კოდი რაღაც review გააკეთოს. მაგრამ initial reviews-თვის ძალიან კაია, იმიტომ რომ ხო, მე მაგაში ცუდ იმ პრობლემას უბრალოდ იმას ვხედავ რა, რომ ნელ-ნელა წამოვიდა ისეთი ტენდენცია, კონფერენციაზე ვიყავ ცოტა შორის და ერთ-ერთმა სკოტ ჰანსელმენია ეგეთი .NET-ში დაფასებული პიროვნებმა, რომელმაც თქვა ეგეთი რაღაცა, რომ არ ვიციო რა ეშველება მომავალ პროექტებსო, იმიტომ რომ უკვე ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ამ პროექტების ძალიან პროექტებია უბრალოდ რომელიც თავიდან ბოლომდე AI-ით არის დაწერილი რა და თვითონ არიციან დეველოპერებმა რა წერია რა. რაღაც პერიოდში მე მგონია რომ ეგ ალბათ უფრო მეტ სამუშაოს გააჩენს ალბათ დეველოპერებისთვის ვისაც ამათი დაფიქსვა დასჭირდება. მაგალითად რას ფიქრობ? ხო, ძალიან რთულია რაღაც მეც რამდენჯერ მივდახე LinkedIn-ზე რომ 2027 წელს 10 ჯერ მეც გადაუხდიან სენიორებს რომ ის ნაწერი კოდი დაფიქსონ. კი ბატონო, ეგ გიგულისო. ხო, მეთახმები ნაწილობრივ, იმიტომ რომ მეც პრაქტიკაში ხო გეუნე მიშლის ხელს, რომ ძალიან ბევრი კოდი გვიგროვდება, რომელიც ადამიანს ნანახი არ აქვს საერთოდ. შეიძლება ის reviewers-ს გამორჩეს, ან უბრალოდ დაგიეფრუოს და ჩათვალე, ვინც დაწერა ის კოდი, ანუ პრომპტიდან გამომდინარე, არ უნახავს კოდი, ჩაუგდო ვიღაცას, იმასაც არ უნახავს, დააჭირეფრუს, იმან დაადეფლოა, გაუშვა production-ში. აღმოჩნდა მე რომ ვიღაც ადამიანი რომ მივიდა ამ კოდთან, კოდის შეხედა, რომელიც არავის არ უნახავს საერთოდ. მაგაშია საქმე. ხო, ძალიან ცუდია. მაგრამ რაღაც MVP-ებისთვის, პირველი ვერსიებისთვის, სწრაფი პროტოტიპებისთვის ძალიან კაია. რაღაცა scale-ზე გადის უკვე მაგას. ხო, არა, მან ხო, აი მე ვახსენე რომ payment-ების თიმში ვარ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ეს ამ პროცესების გამართულობა, თორე შეიძლება ერთი ბანკიდან რაღაცა მეორე ბანკში გადავიდეს მილიონობით $, მომხდარა კიდეც და წარმოიდგინე ეს ყველაფერი იყო ვიღაცის შეცდომა და ნუ მინიმალურამდე უნდა დაიყვანო. რაც მეტი ადამიანი ნახავს, მით ცოტა შანსი რომ რაღაცები გაგეპაროს. ხო, არის რაღაცები, რომელსაც ვერ გაითვალისწინებს ესე AI. აი მაგალითად სტარტაპები ვახსენეთ და სანამ Amazon-ში დავიწყებდე მუშაობა, მაშინ პირველ ნაბიჯებს დგამდა სტარტაპი Helio AI, რომელიც Helio AI. ხო, აი მე პირველი ვერსია, რაც Helios-ი იყო, მე გავაკეთე end-to-end ჩემ მეგობართან ერთად, ნუ მოვიდნენ დაკვეთით ჩემთან და ნუ მაგ პერიოდში მქონდა იმის დრო, რომ რა ვიცი, მოდი გავაკეთოთ ბოლომდე. და ყველაფრის ჩათვლით, front-end-ი, back-end-ი, front-end-ს ჩემ მეგობარი წერდა AI სისტემა უკვე არსებობდა და უბრალოდ ინტეგრაცია გავუკეთეთ აქეთ DevOps-ის მხარეც ჩემ თავზე ავიღე, AWS-ზე გავუშვით და მოკლედ პირველი ვერსია Helios-ზე გავუშვით, დაილონჩა. შემდეგ სტარტაპია რა, ძალიან სწრაფად იცვლება რაღაცეები, აგერ customer-ი მოვიდა. ან იზრდება, ან ყდება. ხო, ნუ ეს გაიზარდა Helio. და იმას ვამბობდი, რომ რაღაცა დიდი ფიჩერების დამატება როცა გიწევს, ძალიან ბევრი რაღაცა გაქვს გასათვალისწინებელი. იცი რომ აი თვის ბოლომდე გვაქვს მოსაცრები რაღაც, რომელიც ჭირდება დიდ დამკვეთს, დიდ customers, მაგრამ ეს რაღაცა ისე უნდა დაგეგმო, რომ მეორე თვეში კიდე მეორე დიდ customers რო რაღაცა მოუნდება, ეს რაღაცნაირად უნდა განსაზღვრო. და ნუ ინჟინერი როცა ხარ, შენი გაკეთებული როა ყველაფერი და პროდუქტიც გესმის, რაღაცნაირად შეგიძლია ამ რაღაცის განსაზღვრა. მე ვერ წარმომიდგენია ეს AI-ს როგორ უნდა განსაზღვროს. AI უბრალოდ იმ კონკრეტულ პრობლემას გადაგიჭრის და დიდად წინ ვერ გაიხედება და მე ეს ყველაფერი თვითად დაგაწვება. თვითად დაგაწვება ვეღარ შეცვლი მარტივად რაღაცებს, რომელიც სტარტაპში მნიშვნელოვანია. ანუ ერთი მხრივ თითქოს გვაქვს რომ სწრაფი პროტოტიპებისთვის შეგვიძლია AI გამოვიყენოთ და სწრაფით პროტოტიპები ვისჭირდება სტარტაპებს, მაგრამ მეორე მხრივაა რომ თლად ეგრეც მოდი არ დავეყნოთ ამ ყველაფერს, თორე სადღაც გაგვჭედავს. პარადოქსული ვიცი რა რაღაც. ნუ მის მერე რავი 2-3 წელი გავიდა Helio-ში, ახლა რა დროც მაქვს ხოლმე ხაც კონტრაქტორი ვარ, ნუ უფრო მეტად DevOps-ის საკითხები მაქვს ჩაბარებული და ასე დიდი იუნიტები რაცა, რაღაცა ახალი საბსისტემა გვაქვს ასამატებელი და ასე შემდეგ. თავის development team იყავს Helios, თვითონ მუშაობენ, მაგრამ მეც ვარ ხოლმე პროცესებში ჩართული და აი მანდ ვხვდები ხოლმე ყველაზე მეტად უკვე არსებული კოდის ცოდნა რამდენად გეხმარება და უკვე არსებული სისტემის ცოდნა რამდენად გეხმარება, რომ შენ თავსაც დაეხმარო, რომ მომავალში მე თავი არ იმტრიო და ნუ ბიზნესაც დაეხმარო, ნუ საბოლოო ჯამში მაინც ყველა, იმიტომ ვართ დაქირავებული როგორც პროგრამისტები და ის რომ რაღაც ბიზნესი იზრდება და მე რაღაც შენს სარგებელს ნახულობ. კი. რა მინდა და მეკითხა.
ეგან რომ იმაზე იმაშევურით, რა ქვია, drop database-ის ხუმრობა რო იყო, ხო იცი production-ზე რომ ადრე იყო ეგ რა დღეს ვამბობდი მაგაზე რა რომ ძალიან ეხა AI აგენტები შემთხვევით უშვებენ ხოლმე მაგას თქო რა და რაღაც ინციდენტები ხდება თქო. ხო მაგაზე გამახსენდა ეგეთი რაღაცა. ერთი კვირის წინ cloud bot-ი ხო არ გაგიგია ეგეთი რაღაც ერთი კვირის, ორი კვირის ტრენდი არის ჩათვალე რა. ანუ ხალხი რომ Mac Mini-ებს ყიდულობდა, feed-ში არ შეგხვედრია ეგეთი რამე. მოკლედ რაღაც ახალი AI ასისტენტი გაიჩითა, რომელსაც ქვია cloud bot-ი ეგეთი რაღაცა და ამას ჰოსტავდნენ Mac Mini-ზე, ანუ Mac Mini-ები რაღაც დეფიციტში გაიჩნდა, იმიტომ ბევრს ყიდულობდნენ რა ჰოსტავდნენ და პერსონალური ანუ ჩემი ასისტენტი მყავს რა, რომელიც ნახულობს მეილებს, ჩემს ჩატებს, ტელეგრამებს, მესენჯერებს რაღაცებს და პირველ კვირაში უკვე რაღაც ინციდენტები გაიჩითა მაგისი რა. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ხა ვანდობთ ანუ ეგ იგივეა რაღაც შენი კომპიუტერის პაროლი უთხრა იმას რა ქვია შენ შვილს 10 წლის შვილს და რაღაც ეგ და ბივა რაღაცას ითამაშებს წაშლის ანუ კი ზუსტად ხო მაგ მიმართულებით კიდე ცალკე კვლევები და ის მიდის ამ AI security-ის მიმართულებით როგორ უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი ალბათ თორნიკე ამბობს ხოლმე ხშირად ხოთა შორის და მეც ეგრევე ვფიქრობ რომ მალე რა თუ ესე გაგრძელდა ყველა კომპანიას თავის კერძო LLM-ი ან რაღაცა AI აგენტები ექნება ალბათ რა ხო დაჭირდება, იმიტომ რომ ესე საზიარო LLM-ს ვერ გამოიყენებს ყველა, რაღაცა ადგილი გჭირდება, სადაც უფრო safe იქნება შენი მონაცემების დამუშავება. ხო, ნუ ეს MCP სერვერებიც რაღაც თითქოს მაგის ის გამოვიდა სტანდარტიზაცია, რომ იქვე შენ მანქანაზე მუშავდება, უბრალოდ data მოდის, მაგრამ ხო მაგასაც რაღაც პრობლემები აქვს, ბევრს ვერ დააერთება ამ სერვერებს, რამდენ data source-თან უნდა მიცე წვდომა ვთქვათ, შენს LLM-ს არ ვიცი. ხო, ნუ ეგ არ ვიცი, ცალკე მიმართულებაა, ცალკე კვლევები მიდის მაგაზე. ჩვენ როგორც ინჟინერები კიდევ უფრო მეტად გამოყენებით layer-ზე ვართ, მაგრამ არ ვიცი, კვლევრები, researcher-ები და ასე შემდეგ თავს იმტრევენ ყოველდღიურად ბევრი უნივერსიტეტიდან, კომპანიებიდან და ასე შემდეგ, ცალკე მიმართულებაა და ხო, რაღაცეები დაეჯერებათ უფრო მეტად და რაღაც best practices-ებს უნდა მიუყვეთ მოკლედ. რა თქმა უნდა. წეგან შენ Helio-ში ახსენე რომ DevOps-ის ნაწილი აქვს ჩაბარებული, ხო? და მანამდე როგორც მახსოვს, იმაში რა ქვია, Data Arch-ში DevSecOps-ის ნაწილი გაქვს, ასე ვთქვათ, მაგ მიმართულებით მუშაობდი. DevSecOps-ი მე მგონი არ გვიხსენებია, DevOps-ები გიყავდა, მაგრამ უშუალოდ ეგ ნაწილი არ გვიხსენებია და აი ამაზე რომ გაშალო ზოგადად შენი გამოცდილება, აი თუნდაც cloud-ის მიმართულებით DevOps-ობის როგორ იცვლება ეგ მიმართულებას თანამედროვეობაში აი ამ ნაწილზე რო ვისაუბრებ. კი ბატონო. ხო, მე Data Arch-ში, ანუ ეს DevOps-ი ყოველთვის მაინტერესებდა, იმიტომ რომ რა ხდება შენი დაწერილი კოდის შემდეგ, კაი კითხვაა ხოლმე. და ხშირად კომპანიებს აქვთ რომ, ნუ რა ვიცი, developers არც აინტერესებს დიდად რო დაწერს კოდს, იმის შემდეგ რა მოხდება რა. გამართული CI/CD pipeline-ებია, დაფუშავს და წავა production-ში. მაგრამ ნუ მე უფრო მეტი მაინტერესებდა და მაგ მხრივ რაღაცები ვისწავლე. შემდეგ Data Arch-ი მომეცა შესაძლებლობა, რომ DevSecOps team-ში ჩავრთულიყავი. სადღაც 70% მაინც ინჟინერი ვიყავ. DevSecOps-ი DevOps-ისგან რითგან სხვა? გეტყვი ახავე. DevOps-ი რა არის? Development and Operations და ნუ SecOps-ი ცალკე მიმართულება, Security და Operations. და ეს ორი თიმი ძირითადად არის ხოლმე გაერთიანებული და DevSecOps ასე არქმევენ. ეს Security ძირითადად უკავშირდება ხოლმე შენს მონაცემების უსაფრთხოებას cloud-ზე. როგორ გადავიტანოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილში ეს ჩვენი მონაცემები ისე რომ ნუ არც compliance-ის წესები დავარღვიოთ რომ არის მაგალითად ხშირად რაღაც governmental organization-ებს განსაკუთრებით ამერიკაში და ნუ ევროპაშიც პრინციპში არ აქვს უფლება რომ რაღაც ქვეყნის იქეთ გაიტანონ ეს data და ამ ყველაფერს best practices იცნობს ეს DevSecOps-ი, ნუ SecOps-ი ალბათ უფრო მეტად და ამ ყველაფერს ნერგავს ორგანიზაციაში ისე რომ ეს ყველაფერი იყოს ავტომატური. აი მაგალითად ერთ-ერთი ჩვენი დავალება იყო რომ ადამიანი როცა წავა კომპანიიდან რომ ავტომატურად ყველაფერზე გამოურთოთ წვდომა ამ ადამიანს ესეც რაღაცა SecOps-ის ნაწილი იყო. არაფერი ისეთი ხო, მაგრამ აი რა ბევრი პლატფორმა გაქვს ხო? რაღაც ოკრადან უკავშირდება ბევრ რაღაცას, მაგრამ ცალკე წვდომაც გაქვს რაღაცეებზე, აქეთ GitHub-ზე რაღაც კოდები აღარ უნდა მოგცე და ასე შემდეგ. ძირითადად ეს ამ ორ ნაწილს ფარავს DevSecOps-ი.
მე იქ როცა მაგრამ ეს ხო უფრო ალბათ დიდი თიმებისთვისაა, იმიტომ რომ პატარა თიმში DevSecOps ცალკე იმას ვერ იმას. ეს დეპარტამენტი ჩათვალე ერთი ქვეორგანიზაცია ვიყავით, ალბათ ერთი 30 ადამიანი ვიყავით ამ DevSecOps დეპარტამენტში. რამდენიმე ქვეთიმი იყო, ზოგს უფრო მეტად security-ის ამბები ებარა, ზოგს უფრო მეტად DevOps-ის. ერთ-ერთი დავალება რაც იყო რაღაც Jenkins-ის instance-ები განმოგვქონდა EC2-ებიდან ECS-ებზე, უფრო მეტად რომ ფული დაეზოგათ ამ ხალხს. ანუ უსაფრთხოების ნაწილში უშუალოდ იუზერების დატას ყველაფერს მაგის ჩათვლით. იუზერების უსაფრთხოებას შენ მონაცემებს სად ინახავ და როგორ ინახავ და რამდენად ერგები compliance და ძალიან ისეთი personal identified ინფორმაცია თუ გაქვს ამერიკაში იმდენად დაცულია რომ არის მილიონობით ჯარიმები შეიძლება ქონდეთ კომპანიებს, ამიტომ ერთი მაინც ესეთი ადამიანი ჭირდებათ. ნუ მე რეთ უფრო დიდი კომპანიაა, ერთი ადამიანი კი არა, ერთი დეპარტამენტი ჭირდებათ რომ ეს ყველაფერი გააკეთოს. მე 70% მაინც development-ში ვიყავი და ის 30% ეს ნაწილები მებარა. უბრალოდ ვიტყოდი რომ DevSecOps team-ში ვიყავი დეველოპერი, მაგრამ მიწევდა მეც მათი ყოველდღიურობის გავლა და მაქედან კაი ტრანზიშენი იყო შემდეგ რომ უფრო მეტად რაღაც Helio-ში ავიღე ჩემზე თქო ეს DevOps-ი თქო, უკვე იმდენად ვიცოდი რომ შემეძლო მე თვითონ დამენერგა ეს კარგი რაღაცეები Helio-ში და რაღაც Helio-ს ჩემთან ძირითადად დაკვეთა ქონდა პროდუქტის, მაგრამ რაღაც ბონუსად მიიღო ეს DevOps-ის რაღაცეებიც, იმიტომ რომ მეც მაინტერესებდა იმ მომენტში, ხო მე უფრო გავამყარე თან ჩემთვისაც და ეხლა ძალიან გამოადგა. სტარტაპებს ძირითადად არ აქვთ ხოლმე ფუფუნება ეს DevOps-ის და security-ის მიდგომები თავიდანვე დანერგონ. ძირითადად არის ხოლმე, გარკვეული მიზეზების გამო, იმიტომ რომ არ აქვს მაგდენი რესურსი სტარტაპია ხო ეხლა იწყებენ და ძირითადად ოღონდ პირველი მუშა ვერსია ქონდეთ და იმუშაოს და ის კოდი როგორ იქნება ხელით გაუკეთდება deployment-ი თუ CI/CD pipeline-ი გაყვება, დიდად არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა, მაგრამ ბოდიში გასწყვეტილი მე მუშაობდი ერთ სტარტაპში ერთი წელიწად ნახე 2 წლის წინ უკვე რა ბრიტანული სტარტაპი იყო და სანამ მე მივიდოდი ამ სტარტაპში იმას რა ქვია ხელით კრავდნენ zip files FTP-ზე იმაშებოდნენ და SSH-ით ტვირთავდნენ production-ზე. ეგეთი რამე ხო, ნუ გასაგებია ხოლმე უბრალოდ რა, არაა კარგი. მაგ ყველაფრით ფაქტიურად გაქვს რომ ინჟინრული კულტურა კომპანიაში, ბჭყალებში, სტარტაპში, მაგრამ კომპანიაა ხო, არ გაქვს კარგი. შესაბამისად, საქართველოში განსაკუთრებით პატარა ბაზარია ხო, ყველას იცნობს და ვის როგორი მოწყობილი აქვს გარემო, მაგას აქცევენ ყურადღებას. კარგი ინჟინერი შენთან არასდროს არ დაიწყებს მუშაობას თუ ეს ყველაფერი კარგად გამართული არ გაქვს. ან დაიწყებს მუშაობას და პირველივეს მოითხოვს რომ ეს ხო, ხო, მაინც განსაკუთრებით სენიორებს უკვე აქვთ ეგ მოთხოვნილება, ხო, იმიტომ რომ რატო დაიწყებს არეულ ადგილას მუშაობას, აგერ მეორე ეხვეწება დალაგებული. ხო, ამიტომ მარტივად ვრცელდება ხოლმე ეს ინფორმაციები და გასაუბრებაზეც კაი კანდიდატი თუ ყავს გეკითხება ამ ყველაფერს რა გაქვთ დანერგილი, როგორ გაქვთ. და ჩვენ შესაბამისად ვცდილობთ ხოლმე რომ ეს Helio-ში თან თავიდანვე ეგრე გქონდა ყველაფერი კარგად დავარცხილად გქონდეს მოწესრიგებული DevOps-ის და security-ის და cloud-ის და არქიტექტურის ამბავში. Microservice-ების არქიტექტურა არის იქაც, რამდენიმე microservice გვაქვს, ძალიან ცოტა, 3 თუ 4. ზოგი პროცესინგი მიდის AWS Lambda-ზე, რომელიც ჩათვალე microservice-ია, ცალკე განყენებული ტიპია. მონაცემთა ბაზების ამბავში არ ვიცი DynamoDB-საც ვიყენებთ, გვიდება გარკვეულ საკითხებში, PostgreSQL-საც ვიყენებთ. PostgreSQL ლოკალურად გაქვთ თუ ეგეც RDS-ზე, AWS RDS-ზე, ნუ იქ თავის მოქნილობებს გთავაზობს, შეგიძლია მარტივად ეს backup-ები რაღაცები გააკეთო. ანუ შენ უფრო მეტად Amazon-ის, AWS-ის არ ვიცი, title-ი არ მაქვს ეგრე, მაგრამ ალბათ უფრო software architect-ი უფრო მეტად და DevOps-ი. და ძალიან სასიამოვნო პროცესია ხოლმე, არც ეგრე დილიდან საღამომდე გიწევს რა ყოველდღიური მუშაობა, მაგრამ რაღაცა პრობლემას რო დავსახავთ ერთად, მაინც background-ზე სულ ფიქრობ მაგ რაღაცაზე და შემდეგ რაღაც როცა უკვე
დრო გამომიჩნდება ხოლმე, თან იმპლემენტაციას მიყვარს ხოლმე არა ისე უბრალოდ რომ აი ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ. ამიტომ ძალიან საინტერესოა, თან ნულიდან რო რაღაც შენი შექმნილია, უკვე რაღაც ისე ყავს შენი შვილივით ეს სისტემა და სხვებსაც არ აძლევ უფლებას რომ დააბინძურონ რაღაცეები იქ. მე მგონი თითქმის 1 წლის წინ ყავდა სხვათა შორის ჰელიოს ტექნიკური დირექტორად ვარსდები ნათია ხო და აი ნათია მახსოვს მე მგონი შენზე ლაპარაკობდა მაშინაც ვარსდები ეპიზოდში რომ ერთი ყავს ყოფილი ამაზონიო და ეგ არისო ფრონტიცო ბექიცო დისიცო და ესეცო ხო და აი შენ როგორც ადამიანი რომელიც რაღაც კომპეტიტივ პროგრამირებაში იყავი თავიდან და big tech-ი სტარტაპი მე ეს DevOps-ი გამოცადე, ასე შემდეგ. ანუ აი როგორ ფიქრობ, კომფორტულად ზნობ თავს ისეთ გარემოში, სადაც აი ბევრი რაღაცის ერთად შეთავსება გიწევს, ანუ ხომ არ გიჩვენია თქვა რომ კონკრეტულად ერთი მიმართულება აკეთო, აი პერსონალურად. მესმის რომ თქვა სტარტაპს სჭირდება, მაგას ვიაზრებ. მაგრამ აი შენ შემთხვევაში როგორც პიროვნულად მაგაზე როგორ ხარ? ხო, მე ის კეთება უფრო ციამოვნებს. კონკრეტულ ერთ მომენტში 1 საათში მაგალითად რო ავიღოთ, კონკრეტულ 1 საათში არ შემიძლია ბევრ რაღაცაზე ვიფიქრო. მაგრამ ეს 1 საათი შემიძლია სხვა რაღაცაზე ვიფიქრო, მეორე 1 საათი სხვა რაღაც. ამიტომ ეს context switching-ი მომწონს ასე თუ ისე, თან გამოვიწრთვენი. თავიდან ცოტა ესეთია მოსაბეზრებელი და ასე რომ ვთქვათ, სტრესული, ასეთ ბევრ რაღაცასთან რო გაქვს შეხება, მაგრამ მე სპორტულად იწრთვნები რა და ძალიან ეს რაღაცებისთან უკვე უკეთესად გესმის ეს DevOps-ი თავიდან თავის ტკივილი იყო ჩემთვისაც რომ რავი ეხა სადღაც Jenkins-ზე რაღაცის deployment-ი დაწერე კოდი და აფუშე ხო და დაანებე თავი რავი აიღე ხელფას სახლში მაგრამ მე გზრდის ეს ყველაფერი რომ ბევრ რაღაცას გაინტერესებს ამიტომ მე პირადად მე პროგრამირებას ასე მარტო კოდის წერად არ აღვიქვამ ვეძახი კომპიუტერულ მეცნიერებას მაინტერესებს კომპიუტერული მეცნიერება ყველა დონეზე დაწყებული ფუნდამენტებიდან აკადემიური კუთხითაც მაინტერესებს რაღაც სტატიებსაც ვკითხულობ ხოლმე როცა დრო მაქვს ახალი აი დისტრიბუციული სისტემების მიდგომები როცა გამოვა რაღაცას ჩავხედავ და ის კოდის წერაც მიყვარს კარგი არქიტექტურით და ასე. აი მაგალითად ჩემი შემთხვევა რაც არის full stack-ზე რატო გკითხე რა წეგან რა მე მგონია რომ დღევანდელობაში უკვე backend developer-ი ცალკეულად აღებული როგორც ასეთი კონკრეტული ტექნოლოგია ისოდეს უკვე არ ვიცი ღირებულება დაკარგა ცოტა ისეთია მაგრამ გაცილებით უკეთესი არის თუ backend-ში გავიყვანთ cloud-ის ნაწილს. ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე მაგას full stack-ს არ ვეძახი, იმიტომ რომ ასე ვფიქრობ რა, რომ ეს უკვე backend-ში უნდა მოიაზრებოდეს cloud-ის ნაწილი რა, ანუ იმიტომ რომ ჯერ ეგეთი შენს ღირებულებას ზრდის, შენს ცოდნას ზრდის, ბევრ რამეს ითვისებ რაღაცა რა, მაგრამ AWS-ი მაინც ვერ შევიყვარე. ვერა ხო? Azure-ი ალბათ შენ. არ არის ჩემი, ანუ მეორე ვეცადე რა, არ არის ეს ჩემი. მე ყველაზე ნაკლები გამოცდილება Azure-ზე მაქვს. რაღაცებს ჩავხედე უბრალოდ ისე ინტერესის გამო და ანუ რაღაც მე ხა ერთი cloud-ი კარგად რო იცი, პარალელებსავლებ რა, ანუ იქეთ Azure Functions-ია მე მგონი ხო, AWS Lambda-ს მაგვარი. Google Cloud-ზე იქიდან მივიღე IISoft-დან გამოცდილება და კი ვიცი მაგის ეკოსისტემა ასე თუ ისე და რაღაცებს. Google Cloud-ზე? ხო, GCP-ც norm რა. კარგია, რას ფიქრობ? მე ჩემი ფავორიტი მაინც AWS-ია, Google Cloud-ს ზოგჯერ კაი დოკუმენტაციები აქვთ ხოლმე და ეს API-ები როგორ გამოვიყენოთ და SDK-ები თითოეულ ენაზე და ასე შემდეგ. მაგრამ AWS-ი მაინც არ ვიცი, დიდი community ყავს ძალიან. და ნუ ალბათ იმიტომ რომ პირველი cloud-ი იყო ზოგადად ბაზარზე და cloud ძიდია, აქედან წამოვიდა რომ Amazon-ში აი რაღაც მანქანის გამოთვლით რესურსები რომ მორჩათ, ღამე რო არავინ სჭირდებოდა, მოდი გავაქირავათო და ეს cloud-ის იდეა და სადღაც ინფრასტრუქტურა როგორც სერვისი რო ვიქირავოთ და გავაკეთოთ, აქედან წამოვიდა და ბაზარიც შესაბამისად დაიპყრო რა. კი. ზოგადად ეგ თანამედროვეობაში ძალიან ისაა, სხვათა შორის აი ძალიან მსმენია ეგეთი რაღაცა რა, რომ ზოგ ადამიანს, ზოგ ინჟინერს ხო არ მოსწონს vendor locking-ი რა, რაც ქვია რა. აი მაგაზე რა აზრის ხარ? მე მაგალითად აი მაგას, ანუ არ ვიტყოდი რომ ეს ცუდია რა, მგონია რომ ძალიან კარგი რაღაც არის, ოდესაც ერთ ეკოსისტემაში ხარ და ყველა რაღაც სერვისებს იზიარებ. მაგაზე შე რას ფიქრობ? ხო, არა, მეც არ მომწონს ეგ vendor locking-ი სინამდვილეში, ამიტომ უფრო ფართოდ ვუყურებ ხოლმე, ვთქვათ AWS-ის კონკრეტულ სერვისს. აი მაგალითად წეგან ვახსენე AWS Lambda. გავიგეთ კარგი AWS-აბა, ვიცით იდეა მის ირგვლივ, რომ რაღაც პატარა კოდის სნიპეტებს შეასრულებს.
და რომელსაც თავის მინუსები აქვს, იქეთ cold start-ი, რომ რაღაც 2-3 წამი უნდა რომ ფუნქცია დაიწყოს, მაგრამ კარგია რომ დაცული არის და რაღაცა ლიმიტაციები აქვს ასევე რომ რაღაც 15 წამზე მეტი ვერ იმუშავებს. თავისი პრინციპები აქვს, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც AWS Lambda. ეს არის ზოგადად cloud ფუნქციების იდეა, რომელიც GCP-ს სხვა აქვს, Google Cloud Platform-ს, Azure-ს სხვა აქვს. ამიტომ თუ არ გინდა რომ ვენდორში იყო დალოქილი, ჯობია უფრო ფართოდ გაიგო ის სერვისი, რომელსაც თითოეული სერვისი გთავაზობს, cloud provider-ი გთავაზობს. ძირითადად რაღაცა პრობლემას ხსნის და მაგიტო არსებობს ეს სერვისი და 90% cloud-ებს და ნუ ყველაზე პოპულარული 3 რომელიცაა და მოთხოვნადი უეჭველი ექნება მსგავსი სერვისი. ამიტომ უკვე აღარ ხარ ვენდორში. ან მანდ ისაა რომ დიდი კომპანიები ერთმანეთს ეჭიდავებიან. ეჭიდავებიან რა თქმა უნდა. ხო, ნუ AWS-ი მაინც რესურსებიდან გამომდინარე ბევრი აქვს აქეთ არ ვიცი, ინჟინერებიც კარგი ყავს და რაღაცა ახალ ინოვაციებს იფიქრებს. არის ხშირად რომ მაგალითად Elasticsearch-ი AWS-ზე როცა დანერგეს, Elasticsearch-ი იყო open source-ი მაშინ, ნუ ახლა open source-ია როგორც მახსოვს, მაგრამ მოკლედ რა გააკეთა Amazon-მა აიღო, გადმოაკოპირა, გაუშვეს თავისთან და აქირავებდა რა, მერე უჩივლა Elasticsearch-მა რომ შენ შემოძმაო აქ ჩვენი გაკეთებული რაღაცას ეგრე რატო ყიდიო და ნუ კარგი ვარ გავყიდიო შენსაცო და open search-ი დაარქვეს უბრალოდ და ზუსტად ხო და ეგ ჩვევია ხოლმე Amazon-ს ისე რომ რაღაცა სახელები არის ისეთი რომ ათენა და რაღაცა ხო ათენა ბევრია ხო მაგ დავამატებ ერთ რაღაცას რაღაც ეტაპზე როცა AWS-ის ეკოსისტემის კარგად გაგება მინდოდა პირველ რიგში რიდგებულობ ეხა თუ პრაქტიკული ამოცანები გაქვს უბრალოდ ხსნი ამ ამოცანებს და მარტივად გამახსოვდება რაღაცები მაგრამ შეუძლებელია ესე ყველა სერვისი დაგჭირდეს AWS-ში რაცაა სამსახურში ამიტომ კარგი საშუალებაა ხოლმე AWS-ის სერტიფიკატები შენი სერტიფიკატი ვნახე მე მგონი LinkedIn-ზე რომელი solutions architect-ი აიღე AWS-ი მხოლოდ professional solution architect-ი მაქვს კი და შვენიერი შესაძლებლობებია ხო ჟურსეკ ხო ბევრი cloud providers ყავს აქვს პრინციპში მაგრამ მე AWS solutions architect-ი developer-ი იქეთ specialty-ებია DevOps-ის admin და ასე შემდეგ ძალიან კაი საშუალებაა ხოლმე რომ არა უბრალოდ CV-ში გეწეროს არამედ პროცესი არის სწავლობ ამ იმაში რაც არ უნდა თქვა რომ კარგად იცი აი რაღაც გეფები უეჭველი გექნება რომელსაც ან კურსს აიღებ და იმას გაყვები რომ ეს ჩააბარო მე იქ ისეთ საინტერესო კითხვებს გისვამს და რაღაცას რომ გაასალაშინებ ძალიან მარტივად გამახსოვდება რაღაცეები რა ამიტომ რა ვიცი ყველას ურჩევ რომ დაიწყოს ყველაზე მარტივიდან გაყვეს გზას და უბრალოდ CV-საც აძლიერებ ამით ხო არ ვიცი გასაუბრებებსაც ვატარებ ხოლმე ხშირად და იქ რო ადამიანს მაგით არ გადავწყვეტ არასდროს ვავიყვანოთ თუ არა მაგრამ ვიცი უკვე რომ AWS-ზე ეგრე ბავშვურად აღარ უნდა ველაპარაკო და ეცოდინება თუ იმას სერტიფიკატი აქვს მაგის იმაზე ხარ განექსერტ ჩემი სერტიფიკატი ახსენა ისტორია არის ეგეთი რა რომ მოკლედ ამ Azure-ის სერტიფიკატებს მეთქი ვსტიმეთქი რა და დავიწყე მომზადების გარეშე ვქენია ყველაფერი რა ანუ დავიწყე ყველაზე იმით ავიღე და ეს ყველაფერი ერთ კვირაში 5 გამოსთა დავწერე 2 კვირის ინტერვალით დაახლოებით რა და მე ეს Azure-ი რო ავიღე და იმას ვქენი მე მეთქი AWS-ზე მაქვს გამოცდილება და ვსტი მეთქი მაგრამ AWS-ზე როგორ არის იცი გამიჭირდა ის ნაწილი იმიტომ რომ იქ სხვა სერვისებია სხვა სახელებია ის და სწავლის მეთოდიკა რა მქონდა იცი მე AWS-ის გამოცდისთვის რომ ვემზადებ იმისთვის იმენა მომზადება დავიწყე სადღაც 2 კვირა ვემზადებოდი სერვისებს აი შერას თქვი იქო Lambda იქო Azure Function-ი მაპავდი რა სახელებს ზუსტად აი ეგ ჭირდება კი და სხვაობები რაც იყო იგივეებს ვიმახსოვრებდი და აი ესე ხო ყველაზე კარგი მეგობრი solution architect-ი მაგრამ ის ცოდნა რაც მე Azure-ზე მაქვს ხო ის ნაღდად არ მაქვს მე AWS-ზე მაგას ვადასტურებ ზუსტად მაგ მიდგომას ვამბობდი რომ ყოველთვის შეიძლება პარალელი გაავლოს სხვადასხვა სერვისებს შორის კონკრეტულ სერვისი რაღაც პრობლემას ჭრის და ყოველთვის აქვს clouds სხვადასხვა providers იგივე პრობლემა და იგივე გადაჭრა. უბრალოდ უნდა იცოდე რა გადაჭრა და ნუ მე ის კითხვებიც ხო ეხა ნუ გამოცდა გამოცდისთვის არასდროს არაა კარგი და სერტიფიკატი უბრალოდ სერტიფიკაციის პროცესი ძალიან კაია. მეც რაღაც 2 წლის წინ ავიღე რამდენიმე და აი რა ბევრი რაღაცა მასწავლა რა. ბევრი რაღაცა მასწავლა რომელიც პრაქტიკაში გამოვიყენე მე და უფრო გამომყარე და ეხა ალბათ არასდროს არ დამოვიწყდება მაგრამ ეგრე უბრალოდ კურსი რო გაიარო რაღაცის აი რა არ გაქვს პრაქტიკული შეხება და გავიწყდება.
ხო, ყველა სერვისთან ვერასდროს ვერ გექნება შეხება, ამიტომ თან რა ვიცი შენ თავს აჯილდოებ აგერ არ ვიცი LinkedIn-ზე გამოდგამ და ვიღაცა დაგილაიქებს უბრალოდ დახავს და გისწორდება რა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ კარგი. მე ძალიან მომწონს ხოლმე ზოგადად აი ზოგ სერვისს გააჩნია რაღაც free trial-ი და სადო რა და იქ ძალიან მომწონს უბრალოდ ახალი სერვისი რო გაიჩნდება ხოლმე იმას რომ რაღაცა key აიღო და დაუკონექტე და რაღაცებზე ითამაშე ხოლმე და მაგის ექსპერიმენტებს ხშირად ვატარებ. კი, შვენიერი. ხო, AWS რაც შეიძლება კიდე ყოველ წელს სადღაც შემოდგომაზე ატარებენ ხოლმე Reinvent კონფერენციას, სადაც იმ ერთ წელში რა ცვლილებები განიცადა AWS-მა, რა სერვისები დაამატეს და ასე შემდეგ განიხილავენ და არის ხოლმე რამდენიმე საათიანი სესიები ასე. შემთხვევით ხო არ დადიხარ ხოლმე კონფერენციაზე? ვცდილობ ვიარო, მაგრამ ხო ძირითადად აქ ნაკლებად ტარდება საქართველოში, ამიტომ წასვლა გვიწევს ხოლმე და ამიტომ შარშან აი კონზე მინდოდა ამერიკაში წასვლა, მაგრამ ხო რაღაც მაისში ისეთ დროს იყო ვერ მოახერხე და მე აგვისტოს ბოლოს ვიყავი ნიუ-იორკში და იქ იყო Go-ს კონფერენცია. ნუ ძალიან მომწონს ეს Go და ასე შემდეგ. და ნუ იქეთ უფრო ტარდება მოკლედ რა და ევროპაშიც არის ხოლმე რა. ხო, ევროპაშიც არის კი. ჩვენთანაც რაღაც AWS user group თბილისია მაგალითად ეს ჩამოდის ხოლმე ერთი არის .NET ჯორჯიაც გვაქვს. შევამჩნია ამ ბოლოს შენ კურირებ მაგ საქმეს. კი, DevOps ჯორჯიაც გვყავს. არის community რა, სადღაც 2-3 წლის წინ ზედიზე თუ ამჯერ ჩატარდა DevOps ჯორჯია კონფერენცია. ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ. ილიას უნივერსიტეტში იყო, დავესწარი, მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ბოლო 2 წელი აღარ ტარდება. და ხო, კარგია ხოლმე ეგეთი deep tech კონფერენციები. არის კონფერენციები, რომელიც არაა ესე სიღრმისეული და რამდენიმე ტარდება საქართველოშიც, მაგრამ ხო, არ ვიცი, გემოვნების ამბავია, ეს ცოტა ისეთი სპეციფიური თემებიც კარგია ხოლმე განსახილველად. ხო, ეს DevOps ჯორჯია იყო, წარმოიდგინე აი არ ვიცი, აი ძალიან deep თემებზე საუბარი, როგორ დავნერგოთ რაღაც გარკვეული DevOps მიდგომები და ასე შემდეგ. გვესაუბრებოდნენ სხვადასხვა წარმატებული ადამიანები, ზოგი Google-დან იყო ჩამოსული, ზოგი Amazon-დან და ასე შემდეგ და საქართველოშიც ყავს, რა თქმა უნდა, ძლიერი community DevOps მიმართულებით და მათაც გაგვიზიარეს. მე მგონი თუ არ ვცდები ჩვენი სტომარი გიორგი კერატიშვილი იყო. ხო, კი ბატონო, კი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ერეკლე მაგრაძე კიდევ, ნუ ის დაფუძნებულია ეს და ხო, მოკლედ DevOps-ის მიმართულებითაც ყავს, AI-ის მიმართულებითაც არის შეხვედრები, Gaia ატარებს ხოლმე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, არიან ძლიერი ხალხი, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცები მოხოდონ და ვიყავი 1-2-ზე მანდაც დავესწარი, ატარდება ხოლმე პერიოდულად. ნუ ვართ ყავს ხალხი, ვისი მოსმენაც საინტერესოა ხოლმე. უბრალოდ ხო მეტი აქტიურობაც შეიძლება. კი, არა, მე ვაფშე და ანუ აი დავაფიქსირე ეგეთი რაღაცა, რომ ახალ თაობაში დიდად არ აქტიურობენ ხოლმე. რა ძალიან უცნაურია, რატო ისე რაღაც ძველი ხალხი და ვინც უფრო გამოცდილია, ისინი დადიან ხოლმე და ტრიალებენ მსგავს გარემოს. ხო, ნუ ეგრეა რა. კი, ხო, ეს ზეგან AI თულები და კოდის წერა ვახსენეთ და ყველაზე მეტად ალბათ ვისაც გაუჭირდება ადაპტაცია ამ AI თულებთან იქნებიან ეხა ვინც იწყებს პროგრამირებას, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ აუხსნი შენ მას, რატო არ უნდა დააგენერიროს კოდი, ან რო დააგენერირო, რატო უნდა ნახოს. როგორც მე ვერ ამიხსნის, რატო არ უნდა დავგუგლო, ისე ვერ აუხსნი მას და უბრალოდ რაღაცებს კარგად ვერ ისწავლიან. და დაიზეპირებს. ხო, ამიტომ ეს შეუძლებელი არ იქნება ამ რაღაცის დაძლევა, მაგრამ ძალიან ისეთი ჭიდილი გამოვა, რომ თავის თავთან რომ მიხვდნენ ამ ყველაფრის მნიშვნელობას. ხო, არ ვიცი. მომავალში შეიძლება ხო ძალიან ისე რადიკალები ვართ ჩვენც და მომავალში მართლა ვენდოთ AI-ს, მაგასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ არ უჩანს ეგ პირი, რომ ეგ მალე იქნება. კი ბატონო. ირაკლი, რადგან ბოლოში გავდივართ, როგორც წესი, პოდკასტის ბოლოში ხოლმე გვაქვს ეგეთი ტრადიცია, რომ სამი რაღაც რჩევა ან რესურსი უთხრათ ჩვენს მაყურებელს რა. ხოდაში გინდა იყოს წიგნი, გინდა სტატია, გინდა ნებისმიერი რამე, რასაც ეთყოდი და შეგიძლია ეს უთხრა. კი ბატონო, პირველი რესურსი პრინციპში რაც ვახსენეთ უკვე იყოს Competitive Programmers Handbook, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება ზოგადად ამ სფეროში გასარკვევად. არა რთული წიგნი, განსაკუთრებით მაგიტოა კარგი რომ არ ვიცი ნებისმიერი დონის პროგრამისტი წაიკითხავს. ამიტომ ძალიან გირჩევთ.
მეორე იქნება რომელიც ახლახანს წავიკითხე, ნახევრამდე მაქვს მისული უბრალოდ. მეორე ვერსიაც არსებობს ამ წიგნის, მაგრამ პირველი ვერსია 2017 წელს დაწერილი, მაგრამ მაინც რელევანტურია. Designing data intensive applications. ეს წავიკითხე. ძალიან მაგარი წიგნია. კლაკმანის კი ბატონო. საუკეთესო წიგნია ერთ-ერთი top 5-ში რაც კი წამიკითხა. ძალიან კარგია, ძალიან აი სტრუქტურირებულად არის ჩამოყალიბებული ეს data მოდელი რა უნდა იყოს, რატო არის მნიშვნელოვანი რომ წინასწარ გადაწყვიტო და არა მე რაღაცები გამდიდო და მიდგომები თვითონ დისტრიბუციული სისტემების ანუ. ხო, მეორე ნაწილი ვერ ვიპოვე ონლაინ, ხო, ეხლა გამოდის წესით, მე მგონი დაბეჭდილი ვერსია უკვე იქნება. არ ვიცი. ხო, ეგ ეს პირველი ძალიან კარგია, მოკლედ მეორეში უბრალოდ უფრო მეტი რაღაც წერია, ნუ რაც ამ დროის განმავლობაში გამოიგონეს თუ მოიფიქრეს. მესამე იყოს, მოდი iAsoft.g პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ ქართულად ამოცანები ნახოთ და ამოხსნათ პირველ წიგნის პარალელურად გამოგარგებათ ალბათ ეს პლატფორმა. ძალიან კარგი. მადლობა ირაკლი. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ვათამაშებთ JetBrains, ამისათვის გჭირდებათ რომ Instagram-ზე გამოგვიწეროთ, ასევე დაგვალაიქეთ, დაგვასაბსკრაიბეთ და დაგვიწერეთ კომენტარი. მადლობა ირაკლი. მადლობა, ავთო.